გესალმებით. შენობით ვილაპარაკობ ბატონობის გარეშე, მადლობა მოწვევისთვის. ასევე დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვინ არის ლორენცო? გარდა ფსიქოლოგისა, გარდა ანტრეპრენერისა და თუ შეიძლება თქვენი რეგალიები, ასე რომ ჩამოგვითვალოთ. ვინ არის ლორენცო? საინტერესო კითხვა არის. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს, რომ რაღაცა განსაკუთრებული არ არის, რომელსაც საკმაოდ მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებები აქვს. რამაც შეძინა ის განათლება და ის ევრისტიკული გამოცდილება, რაც დღეს არ ვიცი აქამდე მომიყვანა. გარდა ამისა, მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი დამთავრებული, ფსიქოლოგიური კურსები მაქვს გავლილი და 10 უკვე მეოთხე წელია ფსიქოლოგად ვმუშაობ და ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარები. ასევე ონლაინ უნივერსიტეტს ჩავყარე საფუძველი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, რომ არ ვიცი, ადგილმდებარეობის მიუხედავად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემოვიდნენ ლორენცო აკადემიაში და შეიძინონ კურსები, რომლებიც მათ ცხოვრებას არათუ უკეთესობისკენ შეცვლის, არამედ უბრალოდ მათ ცხოვრებას დაატრიალებს უკეთესობისკენ და ბედნიერება და ასე შემდეგ ყველაფერი წარმატება წინ იქნებოდ, თუ ამ ყველაფერს არ ვიცი გაითვალისწინებენ. ჩემს ცხოვრებაში, რეალურად ჩემს რეალობაში ფსიქოლოგია გამოჩნდა, როცა მე მქონდა რთული ცხოვრებისეული პერიოდები, მენტალური პერიოდები და ასე შემდეგ. ანუ მე მქონდა სიტუაცია, როცა ვიგრძენი რომ სოციალურად მოვკვდი. ანუ აღარ ვიყავი არსად საჭირო. სამსახური არ მქონდა, სახლში ვიჯექი, ვზრდიდი ბავშვს და მქონდა რაღაცა ამხრივ პრობლემები. ფსიქოლოგია იყო ჩემთვის ახალი გზა, ახალი გამოსავალი, გასაღები, ახალი სამყაროს წინაშე და ადამიანების კვლევა ერთი სიტყვა ზოგადად რა მინდა მე, ვინ ვარ მე და ზოგადად ვინ არიან ადამიანები. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობა ჩემთვის გახდა აქტუალური. მე წავედი ფსიქოლოგიაში, გავიარე კოუჩინგ სესიები, კურსები, ასევე დღემდე ვსწავლობ ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამას და ეს მიმართულება ჩემთვის არის საინტერესო. ვეხმარები ძალიან ბევრ ადამიანს და ну ზოგადად ვთვლი რომ ჩემი სიტუაცია და ზოგადად ჩემი დღის წესრიგი არის ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში, ამ მეცნიერებაში. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო ეს გზა ბატონო ლორენცო? რა გარდამტეხი წერტილები იყო თქვენი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე, რამაც მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? როგორც მახსოვს, თქვენ გაიარეთ კურსები, თქვენი ძირითადი პროფესია არ არის ფსიქოლოგია. ჩემი ძირითადი პროფესია ეს არის სამსახიობო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში და ზოგადად არ ვიცი, მსოფლიოში უნივერსიტეტის განათლება, სკოლის განათლება ეს არის ერთი დიდი ჩვეულებრივი ნაგავი, სადაც ვერაფერს ვერ სწავლობ და უბრალოდ წელიწადში იხდი ისეთ თანხებს, რომელიც არაფერს არ გაძლევს გრძელვადი ამ პერსპექტივაში და იმ შენ რაღაცა საბუთს, რომელსაც აიღებ, სხვა ქვეყანაში არაფერი მნიშვნელობა ამას არ ექნება და მით უმეტეს, ოდესაც ანტრეპრენერი ხარ შენ და მთელი შენი ყურადღება არის იმაზე გადასული, რომ დიპლომი ხელში დაიჭირო და შენ ეს გონია, რომ შენთვის ეს არის ინტელექტის კოეფიციენტი, რამდენად მაღალი ინტელექტი გაქვს და რამდენად განათლებული ხარ, ამაზე მე ვრცლად შემიძლია საუბარი. რამხელა ფსიქოლოგიურ ცნობილებებს მოიცავს ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიური კურსების გარდა, როგორც თქვი, სამსახიობო მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი დამთავრებული. ყოველთვის, როგორ გითხრა, ფსიქოლოგია ჩემს ცხოვრებაში ადრეულ ასაკში გამოჩნდა, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი. პატარა ნიკოლოზი, რომელიც ცდილობდა კითხვები, რომელიც ჰქონდა, ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა და ხშირ შემთხვევაში ამ პასუხებს ვერავინ ვერ სცემდა. ეს იქნებოდა ოჯახში, ეს იქნებოდა, არ ვიცი, სოციუმში, ასე შემდეგ, ვცდილობდი, რომ უბრალოდ ის ყველაფერი რა რთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც პატარა ნიკოლოზი ადრეულ ასაკში გადიოდა, ეს იყო უმამოდ, ასე ვთქვათ, უდედოთაც, იმიტომ რომ დედაჩემი მუშაობდა და ყველანაირი ტიპის პასუხისგებლობას ადრეული ასაკიდანვე საკუთარ თავზე მე ვიღებდი. ამ კითხვებზე პასუხები მეპოვა. ეს ყველაფერი 18 წლამდე ვერ მოხერხდა, 18 წლამდე მაინც უფრო ევრისტიკული გამოცდილების ძიებაში ვიყავი, რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაცები მიმეღო, ამის მეგობრები შემეძინა, მეგობრები დამეკარგა, ასე შემდეგ როგორც ხდება, ანუ ბიჭის და ქალის, ამ შემთხვევაში გოგოს ცხოვრებისეული გამოცდილებები რადიკალურად განსხვავებული არის. ჩვენ ადრეული ასაკიდანვე ვცდილობთ იმას, რომ სტატუსი კონდეს. პატივისცემა დამიმსახუროთ. ეს იქნება ქუჩაში, ეს იქნება მეგობრებში, ეს იქნება ურთიერთობებში, ასე შემდეგ, ხო? ნუ ადრეული ასაკიდანვე, როდესაც შენ არ ყავს დაუშვათ ის ადამიანი გვერდით, რომელიც რაიმე ტიპის რჩევა დარიგებებს მოგცემს, რა როგორ უნდა გააკეთო, შენ ამ ყველაფერს ქუჩიდან რთულად სწავლობ შესაბამისად. ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. კი ბატონო, სპონტანურად. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის წიგნში, პირველ წიგნში თქვა, რომ როცა მილანში თამაშობდა, კარლო ანჩელოტი იყო მწვრთნელი, ну დიდი ხნის განმავლობაში, ახლა არ ვიცი, ეს რეალობა როგორ არის, იმიტომ რომ დიდი ხანია ფეხბურთს არ ვუყურებ.
პატივისცემა უნდა მიიტაცო. კარლო გვეუბნებოდა ამას და თვითონ პიროვნულადაც იყო ზუსტად ასეთი ადამიანი. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის ეს მოცემულობა? პატივისცემა უნდა მიიტაცო, უნდა მოიპოვოთ თუ როგორ ხდება ზოგადად ეს სიტუაცია? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. კი ბატონო. ხო მე გეტყვით კიდევ. ეს შეკითხვას ვერ დაგისვავთ კიდევ. კი ბატონო. საერთოდ მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პატივისცემა. ანუ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის მოვწონ ვარ, ვის უყვარ ვარ, სოციალურ ქსელებში მიგრას ლაპარაკობს შემზე. ვინმე თუ ფიქრობს იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ცუდ კომენტარს დამიწერს და მე ამაზე ღამე არ დამეძინება, I don't give a fuck. მე ხდე აი მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პატივისცემა. შეიძლება ადამიანს ზულდე, ადამიანი შენს მიმართ რაღაცა ფარული შურით იყოს გამშაული, მაგრამ შენს მიმართ პატივისცემა ქონდეს. მე ხდე აი პატივისცემა არის მოსაპოვებელიც. პატივისცემა ძალიან რთულად მოდის მამაკაცების ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიბადებით ყველანაირი ღირებულებების გარეშე. რაც არ უნდა სიმპათიური იყო, რაც არ უნდა ასე შემდეგ, არ ვიცი, იყო handsome as a fuck, ისეთივე როგორც მე ვარ. ყველაფრისთვის მოგიწევს ბრძოლა, მიხნე? ყველაფრისთვის მოგიწევს ბრძოლა, მოგიწევს იბრძოლო, არ ვიცი, სახელისთვის მოგიწევს იბრძოლო ის, რომ შენ პროფესია, შენ საქმეში იყო წარმატებული, ყველაფრისთვის. ადამიანებთან ურთიერთობაშიც გიწევს, ხო, ბრძოლა. რომ პატივისცემა დაიმსახურა. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიურ მანიპულაციურ რაღაცა ხერხებსაც გულისხმობს, რადგან ეხლა საუბარი ფიქრობ. ხო, ცოტა ზედმეტი იქნება. მაგრამ კი, მამაკაცმა ყველაფრისთვის უნდა იბრძოლოს. სამი ეტაპი არის, აქვე დავამატებ. მამაკაცის ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს, ეს არის პირველი, როდესაც შენ იბადები, არანაირი ტიპის ღირებულება არ გაგაჩნია და მთელი შენი რიგი პასუხისმგებლობების არის შენს ოჯახზე. შემდეგ, როდესაც უკვე ბიჭი ხდები, უკვე პასუხისმგებლობების განაწილება ხდება ოჯახზე და შემდეგ, როდესაც მამაკაცი უნდა გახდე, ანუ სამი ეტაპი უნდა გაიარო, ეს არის, როდესაც პასუხისმგებლობა სრულად აიღო საკუთარ თავზე. აი, როდესაც უკვე ამ სამ ეტაპს, რაღაც მესამე ეტაპს მიუახლოვდები, ხო? ყველაზე მთავარი ეს არის, უკან როდესაც მოიხედავ შენი სახელი, შენი ცხოვრება კონკრეტულ ასაკამდე, ეს იქნება 25 წელი თუ 30 წელი, ვინ ხარ? რა დაიმსახურე? ვის თვალში გაქვს პატივისცემა? მიხნე, აი ყველას უყვარ ვარ მამაკაცი, რომლებიც იძახიან ეს რაღაცას, რომ იცი რა, ლორენს, აი მე მინდა რომ ყველას უყვარდე და აი როგორი ტიპის შტაბეჭდილება შეიძლება დავტოვო ესე ხალხში, რომ მე როგორც არ ვიცი 27-26 წლის მამაკაცი ყველას უყვარდე. You are shut the fuck up. 25-26 წლის ასაკში თუ ამას ფიქრობ, რომ შენ ყველას უყვარდე, ეს სერიოზული პრობლემა არის. ეს ფსიქოლოგიური ცნობილებები არის. ყველას ვერ ვეყვარებით ეს ერთი და მეორე, მამაკაცი ამაზე საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს. დაიმსახურე პატივისცემა, გახდი საშიში. საშიში არ გულისხმობ იმას, რომ არ ვიცი, ვიღაცა ვოკალი და ასე შემდეგ შეურაცხყოფები მიაყენე და ქუჩაში ვიღაცას თავს დაესხა. მაგრამ შინაგანი ძალა უნდა ქონდეს იმისა, რომ შინაგანად იყოს საშიში. შეგეძლოს არ ვიცი საბრძოლო ხელოვნება, იერარქიისმანება, ნუ ელემენტარული რაღაცები. თქვენ ამბობთ ლორენცო იმას, რომ ნუ მე რა დასკვნაც გამოვიტანე, რომ აუცილებელია გავლენის სფეროების გაფართოება. ზოგადად ცხოვრებაში აუცილებელია, ნუ აქედან ეს დასკვნა გამოდის თავისთავად. მე მაინტერესებს თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება გავლენის სფეროების გაფართოება, იმიტომ რომ მე როცა მივხვდი ზოგადად ადამიანების ფსიქოლოგიას და მივხვდი როგორ ხდება თამაშები გარესამყაროში და როგორ გაფასებენ რის მიხედვით, მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში ეს სიტუაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებაში, სადაც მოტივაციას უფრო გიკარგავენ, ვიდრე მოტივაციას გაძლევენ, სადაც არავინ არ ხარ, არაფერი არ ხარ კონკრეტული ძალაუფლების და გავლენის სფეროების გარეშე და არავის არ აინტერესებ. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს გავლენის სფეროების გაფართოება? ამ დასკვნამდე როგორ მიხვედით და როგორ მოხდა ეს პროცესი ან დღემდე როგორ ხდება? იცი რა არის, გააჩნია ადამიანის ხასიათს. მამაკაცის არქეტიპს გააჩნია. რა ტიპით უნდა იფუნქციონიროს საზოგადოებაში? რა ტიპის არქეტიპი არის? რა ტიპის ფსიქია აქვს მამაკაცს და რამდენად შეუძლია ტოლერანტულობა სტრესის მიმართ? იმიტომ რომ მამაკაცს, რომელსაც სტრესის მიმართ ტოლერანტულობა არ გააჩნია, გავლენის სფეროები, ბიზნესი, ასე შემდეგ, მსგავს ტიპის, არ ვიცი, საქმეს არ უნდა გაეყაროს. ტოლერანტულობაში რას გულისხმობთ? ანუ რა კუთხით გულისხმობთ ამ სიტყვას? სტრესის მიმართ დღეს მამაკაცების უმეტესობა ტოლერანტული არ არის, რაც განაპირობებს იმას, რომ ამდენი 9 to 5 მომუშავე ადამიანი არის მამაკაცები, რომლებიც არ ვიცი უფრო შეყურებენ ხელში, რომ ორ კაპიკს გადმოუგდებს, ოდესაც უფროსი მილიონებს შეულობს. მე ხდე რას გულისხმობ? ანუ 9 to 5 პირდაპირ დაკავშირებული არის იმასთან, რომ მე პასუხისმგებლობების აღება არ შემილია. მე სტრესის მიმართ ტოლერანტული არა ვარ. მე არ შემილია იმ ტიპის პასუხისმგებლობები ავიღო, რა ტიპის პასუხისმგებლობებსაც იღებს ვიღაცა კომპანიის უფროსი, რომელიც თვეში მე მიხდის 2000 ლარს, როდესაც თვითონ შეულობს სადღაც წელიწადში ბრუნვა აქვს წლიური 3 მილიონი. საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ზოგადად სოციალურ ურთიერთობებში, ეს არის სამსახურეობრივი ურთიერთობები, ხო, ჩვენ ეს ვსაუბრობთ. აი საზოგადოებრივ ურთიერთობებში, სოციუმში როგორ ხდება ეს თემა და თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს თემა?
იცი რა არის, აი, ცოტა გლობალურად რო ვისაუბროთ და გლობალურ ჭეშმარიტებით შევხედოთ იმ რეალობას, რადგან რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება. ეს არის რომ შენ on მამაკაცის პერსპექტივიდან ვილაპარაკებ ამ შემთხვევაში. ზოგადად რო ვისაუბროთ არ შეიძლება? ხალისა და მამაკაცის პერსპექტივა გავლენების სფეროებს ძალიან განსხვავდება და ორივეზე გავაკეთებ კომენტარს, კი ბატონო. მამაკაც, როდესაც არ ვიცი, არაფერს არ წარმოადგენს, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში, არავინ არ არის, არც ცნობილი არ არის, სოციალური სტატუსიც არ გააჩნია ასე შემდეგ, ქალების ყურადღება საერთოდ არ აქვს. ეს ყველაფერი მის თვით შეფასებაზე და მის ფსიქოლოგიაზე და მის მენტალურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მოქმედებს. გარდა ამისა, არათუ ქალებთან ურთიერთობაში ზოგადად, თუ პატივისცემა არ გააჩნია მამაკაც სხვა მამაკაცებისგან, ხო? ის დეპრესიაში აუცილებლად ჩავარდება და გრძელვადიან პერსპექტივაში მენტალური პრობლემები აუცილებლად შეექმნება, რომელიც ასევე მის ჰორმონალურ ბალანსზე, ტესტოსტერონზე ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. მაგრამ ქალების შემთხვევაში გავლენის სფეროებში რაც შეეხება, რა ტიპის გავლენა შეიძლება სოციუმში მოიპოვოს ამ შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ეს რაღაცას. დღეს კიდევ ერთხელ ვიზახი და ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი შეხედულება მსგავს ტიპის საკითხებზე. მამაკაცი დღეს შეიძლება მაღაროში მუშაობდეს 1200, 1300 ლარად, როდესაც 10-დან 4 ქულიანი, 10-დან 5 ქულიანი ქალი OnlyFans-ზე თვეში გამოიმუშაობდეს $6 მილიონ, $7 მილიონ და ეს ყველაფერი ხდება, გავლენა არის, ხო, სოციალური სტატუსი არის. როდესაც შენ არ ვიცი Instagram-ზე ყავს 3 მილიონი გამომწერი და აქედან 3 მილიონი გამომწერიდან 2.80 არ ვიცი მილიონი დაუშვათ, უკაცრავად, რიცხვებში ავწნი, ანუ ეს რაღაც ვიზახი, 3 მილიონი გამომწერი და აქედან არ ვიცი 80% არ ვიცი მამაკაცები არის, რომლებიც თვეში ურიცხავენ ამ ქალს, არ ვიცი 50-60 $. თითო მამაკაცი არის საუბარი. ანუ გავლენის სფეროებსაც რო შევეხოთ, ქალს გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია წარმატების მიღწევა დღეს სოციუმში, ვიდრე მამაკაცს. მამაკაცს უნდა კონდეს გარდა იმისა, რომ ქარიზმატული უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ თავდაჯერებული უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ ბექგრაუნდი უნდა კონდეს, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყოს, გარდა იმისა, რომ სოციალური სტატუსი კონდეს, ამ შემთხვევაში კი, მაგრამ ეს რომ მოიპოვოთ დღევანდელ რეალობაში და დღევანდელ ცხოვრებაში, როგორც მამაკაცმა ძალიან რთული არის. ქალს გაცილებით მარტივად შეუძლია წარმატების მიღწევა. გააჩნია რა კუთხით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ზოგადად გააჩნია შენ როგორ გინდა წარმატების მიღწევა და რას აკეთებ ამისთვის. სქეს მე ვფიქრობ არსებითი განსხვავება არ აქვს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში წარმატების სფეროებში აქვს. ქალი, თუნდაც ინფლუენსერი როგორ იწყებს და როგორ აღწევს კონკრეტულ წარმატებას, ხომ არის მარტივი გზები, არის რთული გზები. ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ აბსოლუტურად ის რაც თქვით ნამდვილად სწორია. კი, უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ რთულია ქალისთვისაც. გააჩნია ქალი როგორ იწყებს. რთული გზები, თუ მარტივი გზები. ნამდვილად. ბატონო ლორენცო, ჩვენ ვახსენეთ განათლების სისტემა. კი ბატონო. განათლების სისტემა ზოგადად მოცემულია და თან ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა. საბჭოთა კავშირში იყო ასეთი სისტემა, რომ სისტემა იყო აწყობილი, შენ არ გიწევდა ბევრი შრომა, ბევრი წვალება, დამთავრებდი სკოლას, დამთავრებდი ტექნიკუმს ან უნივერსიტეტს, იწყებდი მუშაობას და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი მოგვარებული იყო ზოგადად მამაკაცებსაც, ქალებსაც არ უწევდათ დიდი ნერვიულობა იმაზე, რომ თვითრეალიზება მოხდება თუ არა ჩვენ შემთხვევაში. და ამ საბჭოთა სისტემამ შექმნა ადამიანი საბჭოთა კავშირს მორგებული, სახელმწიფოს მორგებული. ანუ შენ არ იყავი ინდივიდი, შენ იყავი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს დავალებას ასრულებდა, ხო? ეს ინდივიდის ფუნქცია უფრო და უფრო შემოვიდა 90-იანი წლების მერე, ხო, დასავლეთის გავლენით, ვინ ვარ მე, რა მინდა მე და ასე შემდეგ, ну ფსიქოლოგიაც ერთ-ერთი მიმართულებით, ისევე როგორც ფილოსოფია, თვითგამორკვევას ემსახურება. ჩვენ სოციუმში დღეს პრობლემა არის განათლების სისტემა ცალსახად, გეთანხმებით, იმიტომ რომ სისტემა ისევ ზრდის ადამიანს 9-დან 5-მდე, 9-დან 6-მდე დღის წესრიგის მქონე ადამიანს, რომელმაც ჯერ ბაღი უნდა დაამთავროს, მერე სკოლა, შემდგომ სასწავლებელი და სადღაც იმუშაოს და გვაქვს ასეთი ილუზია ზოგადად მსოფლიოში არის ეს ტენდენცია, გვაქვს ასეთი ილუზია, რომ მე თუ კარგად ვისწავლი, ვიქნები ბედნიერი, ვიქნები წარმატებული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ფორმულა არ მუშაობს. ბევრ ადამიანს აქვს კრიზისი, ბევრ ადამიანს აქვს სულიერი კრიზისი, სოციალური კრიზისი და ასე შემდეგ, განსაკუთრებით 30-35 წლის მერე. სად ვუშვებთ შეცდომას და მეორე მხრივ ყველა ადამიანს არ აქვს იმის უნარი, რომ უბრალოდ ადგეს და თავისით რაღაცა შექმნას გააკეთოს, მაინც ის სისტემა შვება თავისას, ხო? ლომს როცა გალიაში ამწყდებენ, ის უკვე იმ სიტუაციას არის მიჩვეული და მისთვის იქიდან გამოსვლა არის ძალიან რთული. ეს სისტემები უნდა არსებობდეს თუ არა, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში
თქვენი შეხედულება განათლების ირგვლივ. ეს სისტემები, სოციალური სისტემები უნდა არსებობდეს თუ არა ამ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს და სად არის ალტერნატივა, სად არის გამოსავალი, რომ ადამიანებმა უბრალოდ არ ისწავლონ ამდენი წელი ის რაღაცები, რაც რეალურად არ სჭირდებათ და ნახევარზე მეტი მართლა არ სჭირდებათ, რეალურად მივდივართ ყოველთვის თვითგანვითარებამდე, იმ უნარებამდე, რაც ადამიანის ცხოვრებაში ადგება, რაც ადამიანს ეხმარება თვითგანვითარებაში, თვითგამორკვევაში და თვითგადარჩენაში. შემდგომ უკვე რაც არის მასლოუს სოციალური კიბე რო ავიღოთ საფეხურები, სოციალიზაციაში ეხმარება. სად ვუშვებთ შეცდომას და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ბალანსი ამ ორ მოცემულობას შორის, სისტემაში ყოფნასა და თვითგანვითარებას შორის, ანუ საკუთარი სამყარო შექმნას შორის. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ამაზე შემიძლია, არ ვიცი, ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკო და საეთერო დროა მე მგონი ამისთვის არ გვეყოფენ. მაგრამ მოკლედ რაც შემიძლია ვთქვა ეს არის, სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ ფონზე დამარცხდე. სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ წააგო. სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენი ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები გაცილებით ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ მიგაჩვიონ მორჩილებას. სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ ადრეული ასაკიდანვე დაგაპროგრამონ. ფსიქოლოგიურად ადამიანი პროგრამირდება. ჩვენ ყველა პროგრამირდებით. როდესაც ჩვენი ნეიროკორტექსი 25 წლის ასაკში იხურება, ალბათობა იმისა, რომ ჩვენ შევიცვალოთ, ამის ალბათობა ძალიან დაბალი არის. და სწორედ სისტემა ესე არის მოწყობილი, რომ ადრეული ასაკიდანვე, მაშინ როდესაც მშობელმა უნდა ასწავლოს საკუთარ შვილს, რა არის კარგი, რა არის ცუდი, ასე შემდეგ და სამყარო გაიცნოს, შენ საკუთარ შვილს აბარებ ბაღში. კონკრეტულ ადამიანებს, მასწავლებლებს, რომლებზედაც წარმოდგენა არ აქვს, რა ტიპის ტრამული გამოცდილებები შეიძლება ქონდეთ, იგივე არის სკოლაში და შემდეგ იგივე არის უნივერსიტეტში. გარდა ფსიქოლოგიური ცნობილებისა, რომელიც ეხლა ვახსენე, ასევე ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური ცნობილება იმაში მდგომარეობს, რომ ეს სისტემა ვინ შექმნა, ანუ education სისტემა ვინ შექმნა, ეს იყო ბატონი ჯონ დი როკფელერი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო, მან თქვა ესეთი რაღაცა: I don't need thinkers, I need fucking workers. მე არ მჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფიქრი, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაქირავებული მუშაკები. შესაბამისად, ფსიქოლოგიურად ეს ყველაფერი სისტემა იმდენად იდეალურად არის კარგად გათვლილი, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანის ნეიროკორტექსი იხურება, შენ გაიარე რა? შენ გაიარე ბაღი, შენ გაიარე სკოლა და შენ გაიარე რა? უნივერსიტეტი. სადაც შენ არ ისწავლე საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება. შენ ისწავლე რა? შენ ისწავლე მორჩილება. შენ ისწავლე თითის ხელისაწევით მასწავლებელო შეიძლება ტუალეტში გავიდე? რომელ ნორმალურ ადამიანს არ ვიცი შეიძლება ამაზე პროტესტი არ ქონდეს. ადრეული ასაკიდანვე მე სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი, პირიქით. ყველა ვინც მიცნობდა და ვინც არ ვიცი ჩემ მასწავლებლები მიყურებ, ვიყავი სკოლის ამღები. სკოლაში მე ვიყავი, არ ვიცი, fucking villain, ბოროტ მოქმედი ვიყავი. ერთი სკოლიდან გამაგდეს, მეორე სკოლაშიც ეგრე იყო. მეორე სკოლა დავამთავრე, მადლობა ღმერთს, სტეიკო. შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ვითარდება ამით. შენ რას სწავლობ ამ სკოლაში? დაზეპირებას, დაზუთხვას სწავლობ. მე როგორც ანტერპრენერი და მე საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები გავიცანი, მას შემდეგ რაც პროექტი დავტოვე, ჰაუსზე არის საუბარი, გაცილებით უფრო მეტი ჭკვიანი ადამიანი გავიცანი, იმიტომ რომ არ ვიცი, რეალიტმა შოუ მოახდინა იმის რეალიზაცია, ჩემი შესაძლებლობების ასე შემდეგ და რა ტიპის ინტელექტუალური მატარებელი ვარ, ასე ვთქვათ, და რა ტიპის ადამიანებთან მინდა ურთიერთობა. ეს ყველაფერი კი ბატონო, რეალიტმა შოუ მოახდინა და პროექტი რაც დავტოვე, გაცილებით მეტი ანტერპრენერი და მეტი ბიზნესმენი გავიცანი, რომელიც წარმატებულები არიან, რომელიც არის თვეში საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვს და წლიურად საკმაოდ ბევრი მილიონიანი ბრუნვები აქვს. დავასრულებ თუ შეიძლება. მსგავსი ტიპის ადამიანებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? როდესაც შენ მასთან ურთიერთობას იჭერ, მსგავსი ტიპის ადამიანებთან, შენ დიპლომი გაქვს და გონია რომ დიპლომი შენი ინტელექტუალური კოეფიციენტის აღმნიშვნელი არის, ამ ადამიანს პირდაპირ ეუბნები ესეთ რაღაცას. ყველა დამსაქმებელს შენ პირდაპირ ეუბნები ეს რაღაცას. მე მზად ვარ მორჩილებისთვის. თუ შენ გონია რომ დიპლომი შენი ინტელექტუალური არ ვიცი გარანტი არის, შენ გამზადებული ხარ იმისთვის რომ ვიღაცაზე იმუშაო. შესაბამისად, სკოლა, უნივერსიტეტი და სისტემა ვინც შექმნა არის იმისთვის რომ შენ დამარცხდე. ასე რომ თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება ეს არის. კითხვები დასვა. დღეს ადამიანების უმეტესობა კითხვებს არ სვავს. ადამიანების უმეტესობა დღეს კითხვებს არ სვავს. ამის ალტერნატივა რა არის? ამის ალტერნატივა ეს არის თვითგანვითარება, რომ სისტემაზე არ იყო დამოკიდებული, რომ ვიღაცა თვეში მე გადმომიგდებს 1500 ლარს, ამაზე არ იყო დამოკიდებული. ადამიანი შექმნილი არის იმისთვის რომ შექმნას. ღმერთმა ადამიანის შექმნა იმისთვის, რომ ამ ადამიანმა რაღაც შექმნას. იმიტომ რომ ადამიანის ბუნება არის ესეთი, რომ იყოს კრეატორი, იყოს შემქმნელი.
ადამიანი როდესაც რაღაცას არ ქმნის, კვდება მისი ბუნება. შენ როდესაც ოფისში ვიღაცასთან აი ესე ზიხარ და ელოდები ვიღაცა შენ იმას რო არ ვიცი თვეში გადმოგიგდოს 2000 ლარი, ამ დროს შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები კვდება, ვერ ვითარდები. ნახეთ რა მომენტია, ყველას არ შეუძლია წესრიგს მიღმა გასვლა. ხო, ყველას ეს არ შეუძლია. ზოგ ადამიანს აქვს ეს უნარები, განვითარებული, შემოქმედებითი უნარები, ზოგ ადამიანს ურჩევნია ამ სისტემაში ყოფნა. ანუ ეს სისტემა მაინც უნდა არსებობდეს. სისტემაში ყოფნა არც ერთ ნორმალურ ფსიქიკის მქონე ადამიანს არ ბავშვობიდან ურჩევნია. დაწყებული სისტემა. აი მე მქონდა მომენტი, მე პირადად გავიარე ეს უმძიმესი გზა, რომ მე ვიყავი რაღაც სისტემაში, კარგად ვსწავლობდი სკოლაში, ნუ შემდგომ ის იყო, რომ დისოციაცია იყო ჩემს მიზნებსა და ჩემს რეალურ პროფესიას შორის, იმიტომ რომ მე მინდოდა სამართალმცოდნეობა და ჩავაბარე ბიზნესზე და მეორედ ჩავიღე ინგლისური ენა. ანუ მე არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი და ჩემთვის ეს აღმოჩნდა ძალიან მძიმე და რთული დარტყმა. ანუ მე ამოვარდი ჩემ დაუნებურად ამოვარდი სისტემიდან, იმიტომ რომ ვერ ვრეალიზდი მიმართულებით, როგორც თქვა, წარმომედგინა ან სოციუმს გარესამყაროს უნდოდა. მაგრამ ეს რთული იყო ფსიქოლოგიურად, ძალიან რთული იყო, დეპრესია გამოიწვია და ასე შემდეგ, ჩემ შემთხვევაში და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ასეთნაირად მიყვება თქვა ცხოვრების გზას და შემდგომ ვარდება ამ სისტემიდან, ამ წესრიგიდან და ვეღარ პოულობს საკუთარ თავს. საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყნებში ეს მოცემულობა არის უფრო ხშირი, იმიტომ რომ ჩვენ განათლების სისტემაც არ გვივარგა, ასევე დამსაქმებლები, ყველას თავისი სურვილი აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანას და მნიშვნელობა არ აქვს განათლების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიძახი. დამსაქმებლებს ყველას აქვს თავისი პრიორიტეტები, შენ უნდა კონდეს კონკრეტული გამოცდილებების ნაკრები, კონკრეტული რაღაცები უნდა იცოდე, მაგრამ ამას არსად არ გასწავლიან, სანამ დიდი ხანი სადღაც არ იმუშავებ, ან კისერსაც წაიტეხავ, ამ უნარებს რეალურად უნივერსიტეტი არ გივითარებს, ხო? ამ შემთხვევაში ყველასთვის ესე ყველა ვერ იქნება, ხო? ზოგს ურჩევნია იყოს, თქვა, იმ სამსახურში 9-დან 5-მდე 10-15-20 წელი იყოს სტაბილურად და შემდგომ გავიდეს თქვა პენსიაზე. მაგრამ მეორე მხრივ გეთანხმებით თქვენაც ბრძანეთ აბსოლუტურად სწორია. უბრალოდ თქვენ როგორ ფიქრობთ, საზოგადოება, სოციუმი უნდა უწყობდეს თუ არა ასეთ ადამიანებს ხელს, ვისაც თქვა არ უნდა ამ სისტემაში ყოფნა. ყველა ვერ ამოვარდება დღის წესრიგიდან, ეს არის აბსურდი გამორიცხული, იმიტომ რომ საზოგადოება და ემსგავსება ქაოტურ რაღაც პირველ ყოფილ თემურ წყობილებას, ხო, რეალურად ესე იქნება. ეს სისტემები უნდა არსებობდეს. თქვენც რომ ბიზნეს ორგანიზაცია გაქვთ, სუბორდინაცია, ასე შემდეგ ეს ყველაფერი, თქვენც გაქვთ სისტემა შექმნილი, ხო? ისევე როგორც მე ჩემს ირგვლივ თქვა პირობითად. ანუ ეს სისტემები ასეთ ვისი უნდა არსებობდეს. მაგრამ მე მაინტერესებს ამ მიმართულებით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ჩვენ საზოგადოებაში, სადაც შენს ღირსებას, შენს ნიჭს უფრო აკნინებენ, სანამ კონკრეტული ვიღაცა არ გახდები და მანამ რეალურად მხარს არავინ არ გიჭერს, არავის არ აინტერესებ და თითოეულ ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს ცხოვრების გზაზე, ვინც ნამდვილად დაგიდგება გვერდით. ის რა არის, სანამ დავუშვათ ტელევიზიაში არ მომხდებოდი, მანამდე ჩემი ცხოვრებისეული ისტორია ყოველს ფეხებზე ეკიდა. მიხდი? მანამდე სანამ არ ვის ტელევიზორში არ ნახეს ვიღაცებმა, მანამდე ჩემი ცხოვრებისეული მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება ყოველს ფეხებზე ეკიდა. მაშინ გავხდი საინტერესო, ეს ტელევიზორში გამოჩნდი, ხო? ანუ რაღაც სტატუსი როდესაც მომენიჭა, რომ აი ეს ადამიანი ახლა ტელევიზორში ჩანს, ასე რომ რაღაცას წარმოადგენს უკვე, ხო? ძალიან რთული არის, რომ სისტემას თავი დაახციო, ძალიან რთული არის, რომ იმიტომ რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიზახი, არის ფსიქოლოგიურად გატყდე და ის ყველაფერი რითიც დაგაპროგრამეს ადრეულ ასაკში, ეს ყველაფერი ამოძირკო შენი გონებიდან, საკმაოდ რთული არის. ნუ მე სწორედ ეგ არის, რატომაც შევქმენი ლორენცო აკადემია, იმიტომ რომ იქ არსებული ინფორმაციები ეხმარება ადამიანებს, რომ აი მსგავსი ტიპის რაღაცებს თავი დაახციონ. ანუ ლორენცო აკადემიის ის ინფორმაციები არ არის ყველასთვის. მიხდი? ყველასთვის არ არის ის. საზოგადოებაში არსებობენ NPC-ები, რომლებიც კითხვებს არ სვამენ ასე შემდეგ, გონია რომ ერთ დღეს ვიღაცა გადაარჩენს, მაგრამ ეს ყველაფერი ესე არ ხდება, გადის საუკუნეები, გადის წლები, ერთ დღეს არ ვიცი აღმოაჩენ ესეთ რაღაცას, რომ 70 წლის ახალ, აღარ აქვს არც ის ენერგია, არც ის ჯანმრთელობა, არაფერი, უკან მოიხედავ და გავთვითცნობიერებ, რომ პატივს არავინ არ აქცევს. ცხოვრებაში არაფერი არ შეგიქმნია, არაფერი განსაკუთრებული, შენი საკუთარი შვილებიც არ გცემენ პატივს. არავინ პატივს არ აქცევს, იმიტომ რომ სტატუსი არ გაგაჩნია. მეხტე? ასე რომ მაგას ვიძახი, ის ინფორმაციები, რა ტიპის ინფორმაციებსაც მე ვასწავლე, ეს არის ის ინფორმაციები, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ ამ ბინძურ სისტემას, რომელიც მოქცეული არის იმისთვის, რომ შენ ფსიქოლოგიურად, მენტალურად გაგტეხოს, დაგანგრიოს, თავი დაახციოს. მაგრამ იმაში დაგეთანხმები, რომ კი ბატონო, საზოგადოებაში აუცილებლად უნდა იყვნენ NPC-ები, რომლებსაც აზროვნება, ინტელექტი და გონებრივი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, რომლებიც კი ბატონო უნდა იყვნენ 9 to 5. იცი რა არის, ვათვისნობიერებ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ
მე და ჩემი მეგობარი რამოდენიმე თვის უკან ლაპარაკობდით ეს რაღაცას, რომ მიმტკიცებდა ესეთ რაღაცას, რომ იცი რა არის, ყველა ადამიანს სული არ გააჩნია. რას გულისხმობ, ანუ ყველა სული გაგვაჩნია, ხო? ადამიანის შექმნილები ვართ ისე, რომ ყველა სული გაგვაჩნია. მე დავფიქრდი, ანუ რაღაც 4-5 საათი მსჯელობდით, ვისკი, სიგარა, რაღაცა და 5 საათის მერე ჩამოყალიბდა ესეთ რაღაცაზე, მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც არ სწავლობს პირიქით უსმენ ადამიანებს და სულ იმაზე ვარ, რომ რაღაც ახალი ვისწავლო. ჩამოყალიბდით ესეთ რაღაცაზე, რომ ადამიანს, რომელსაც შინაგანი საკუთარი ხმა არ ეუბნება იმას, რომ უკეთესობისკენ შეიცვალე, რაღაც ახალი გააკეთე, რაღაც ახალი შექმენი და ეგუება იმ მონურ რაღაცა სისტემურ რაღაცა ნაგავს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიზახი არის შექმნილი იმისთვის, რომ გაგტეხოს და განგრიოს და რაც შენახსენე 35-30 წლის ასაკში ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დაგაყენოს. მე უფრო ადრე დავდექი ამ კრიზისის წინაშე და მადლობა ღმერთს, ბევრად უფრო ადრე. 26 წლის ასაკში მივხვდი, რომ დიდი გლობალური ნგრევა იქნებოდა ჩემს რეალობაში და ასეც იყო ნამდვილად. ლორენცო, მაინტერესებს შენი წარმატების გზა, მაგრამ მანამდე უნდა დაგისვა ასეთი კითხვა და ზოგადად შესავალი მინდა ასეთი გავაკეთო, რომ წარმატებული ადამიანების დღის წესრიგი განსხვავდება წარუმატებელი ადამიანების დღის წესრიგისგან. ისინი დილასაც კი სხვანაირად იწყებენ. ზოგადად ადამიანთა უმრავლესობას ჩართული აქვს emergency mode, ხო? მათ ურჩევნიათ რაღაცა უცებ რაღაცები აკეთონ, დაბნეულები იყვნენ, პლუს ამას ადამიანთა დიდი ნაწილი დილას იწყებს წუწუნით, უკმაყოფილებით, ჩხუბით და ასე შემდეგ და ეს emergency mode ზოგადად განაპირობებს ამ ადამიანების ქაოსურ ცხოვრებას. ეს ქაოსი იქნება ურთიერთობებში, თუ ფინანსურ საკითხებში, თუ ასე შემდეგ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ადამიანები, რომელთაც აკლიათ თვითდისციპლინა, არიან ქაოსში. წარმატებული ადამიანები კი დილას იწყებენ სხვანაირად. პირველი 1 საათი მათთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე. მე მაინტერესებს თქვენი დილა როგორ იწყება და ზოგადად თქვენი რუტინა და თქვენი დღის წესრიგი როგორია. საინტერესო კითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა უჩვეულო დღის წესრიგი მაქვს, რუტინა მაქვს ყოველდღიური. ჩემი რუტინა გამოიყურება ესე. დილას ვიღვიძებ 6 საათზე ან 5 საათზე, დილას მენტალურად, ფსიქოლოგიურად მჭირდება იმის გააზრება, რომ გამარჯვებული ვარ და სხვა ადამიანებზე ადრე ვიღვიძებ. სხვა ადამიანებზე ადრე ვდგები და გაცილებით უფრო ბევრ ამას ვაკეთებ და ვასწრებ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც გაიღვიძებენ დაუშვათ 9 საათზე ან 10 საათზე. შესაბამისად, ადრე ვიძინებ დაახლოებით 11 საათზე, მით უმეტეს უკვე რეჟიმში ვარ ჩამდგარი, ჩემ ცხოვრებაში აღარ არსებობს სიგარეტი, უაზრო დროის კარგვა და გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლი, შესაბამისად, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ საკუთარ საქმეზე. მაქვს კონკრეტული რაღაცა მისიები, შესასრულებელი, პატარ-პატარა მისიებს დავარქმევ, რომელიც დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოვასრულო, აუცილებლად უნდა შევასრულო და თუ ამ ყველაფერს არ გავაკეთებ, საღამოს, როდესაც დასაძინებლად საწოლში გავეშურები, მე ვიქნები ლუზერი, დამარცხებული და ეს მდგომარეობა, რომ მე ლუზერი ვარ და დამარცხებული ვარ, იმდენად მიუღებელი არის შემთთვის, იმდენად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. თუ კონკრეტული რაღაცაც ვერ მოვასწარი და რაღაცაც ვერ შევასრულე, რომელიც საკუთარ თავს პირობა მივეცე, ამის გამო შეიძლება საკუთარი თავი დავსაჯო. როგორც არის გაყინულ წყალში 30 წუთი ვიყო, ან ასე შემდეგ, სრული სერიოზულობით ვიზახე. ანუ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობა, როგორც გადაჭარბებული არ უნდა იყოს ეს ყველაფერი და ასევე მინდა ძალიან საინტერესო მაგალითი მოვიყვანო. არსებობს ესეთი ფილმი Limitless, უსაზღრო. სადაც ბრედლი კუპერი თამაშობს თორსტები. აპს მიიღებს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ამ ადამიანმა გამოიყენოს თავისი გონებრივი შესაძლებლობების 100%. და პირველი, რასაც აკეთებს ეს ადამიანი, ეს არის რომ თავის სახლს ალაგებს. როდესაც გამოიყენა ეს აბი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა, რომ თავისი გონების 100% გამოეყენებინა, პირველი სახლი დაალაგა. ანუ მე ჩემი სამუშაო ოთახი ის ადგილი, სადაც მძინავს, თუ მოწესრიგებული არ არის, თუ ყველაფერი იდეალურად არ არის, თუ ჩემი სამუშაო სივრცე არის, ერთი კომპიუტერი, მეორე ასე შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას არ არის, შესაბამისად ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ჩემი გონებაც ისეთივე არეული არის, ისეთივე დაბინძურებული არის, როგორც ჩემი ოთახი. პირველი, ან რატო ვაკეთებ ახლა ამ შედარებას? მარტივი მაგალითი, რითიც შეიძლება ადამიანმა დაიწყოს დღე უკეთესი ცვლილებისკენ. ეს არის რომ მოაწესრიგოს პირველი საკუთარი ოთახი. ასევე ჯორდან პიტერსონის ცხოვრების 12 წეშიც იგივე არის რომ პირველი მოაწესრიგე შენი ოთახი. გარდა ამისა, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ჩვენ არ ვიცი დამოკიდებულები ვართ სოციალურ ქსელებზე, როდესაც
არ ვიცი დღეში ალბათ 5-6 საათს ვატარებთ. მე ეს დრო მაქსიმალურად შემცირებული მაქვს და არ ვიცი ეხლაც ტელეფონი რო გავხსნა, აპლიკაცია მაქვს დაყენებული, სადაც 3 წუთზე მეტი თუ ვიყავი ერთ კონკრეტულ აპლიკაციაში, ეგრევე მაგდებს. სპეციალურად, იმიტომ რომ მაქსიმალურად კონცენტრაცია მოვახდინო საკუთარ თავზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. გაღვიძებისას ყველაზე მთავარი ეს არის. CIA-ის ტექნიკა არის სხვათა შორის პირველი 2 საათის განმავლობაში ტელეფონს ხელში არ იღებენ. იმიტომ რომ პირველი 2 საათი არის განმაპირობებელი იმისა, როგორი იქნება შენი მთლიანი დღე. თუ პირველი 2 საათის განმავლობაში გაღვიძებისას, როდესაც შენ twins თავდაცვითი მექანიზმები არ აქვს, იმიტომ რომ ახალი გაღვიძებული ხარ, პირველი 2 საათის განმავლობაში აპროგრამებს სხვა ადამიანებით, უამრავი ნაგავი ინფორმაციებით ასე შემდეგ, ალბათობა იმისა, რომ დღის ბოლოსაც ესე გააგრძელო, ამის ალბათობა ძალიან დიდი არის. ასე რომ პირველი 2 საათი, როდესაც ვიღვიძებ, ეს არის რომ ამის ღმერთს სამყაროს მადლობას უხდი, გარეთ გავდივარ, ჩემი რაღაცა რიტუალშიგები მაქვს ხოლმე. სანამ გათენდება და სანამ რაღაც ის იქნება, სიკაშკაშე, მაქვს ჩემი რიტუალშიგები, ღმერთს მადლობას უხდი, სამყაროს მადლობას უხდი, შესაბამისად 2 საათის მერე უკვე შემიძლია ყავა დავლიო, შემდეგ ვივარჯიშო, მსუბუქად ყოველდღე არ ვარჯიშობ, კვირაში 3-ჯერ მძიმე ვარჯიშები, მსუბუქად ასე შემდეგ და საკუთარ თავის მიმართ მადლიერი ვიყო, რომ ის პირობები, რომელიც წინა დღისით საკუთარ თავს დაუწესე, ეს ყველაფერი დღის ბოლოს შევასრულებ და საწოლში მივდივარ გამარჯვებული, რომ ვიყო ამ fucking winner. თქვენ ზოგადად ახალი თაობისთვის და ბევრი ადამიანისთვის ხართ მაგალითი, ეს გარკვეულწილად განაპირობა თქვენმა ყოფნამ პროექტში, იმიტომ რომ მე რო სკოლაში მუშაობდი და ზოგადად სტუდენტებთან რომ მუშაობდი, ვიცი რომ ბავშვები, მოზარდები ყოველ შემთხვევაში უყურებენ მსგავს რეალიტი შოუებს. ნუ ღამესაც ათევენ ბევრ შემთხვევაში და მათთვის იკვეთება კონკრეტული გმირები. მეც რო ბავშვი ვიყავი, ჩემ დროსაც გადიოდა რეალიტი შოუები და ჩემ დროსაც იყო მსგავსი სიტუაციები და ჩვენ ყავდა რაღაც გმირები, კუმირები და ასე შემდეგ. ამ მოცემულ რეალობაში ბევრი ადამიანისთვის ხართ თქვენ მისაბაძე მაგალითი, თქვენი ფილოსოფიით, თქვენი აზროვნების სტილით, mindset, რასაც ქვია და მთელი რიგი რჩევა-დარიგებებით, რასაც ძირითად შემთხვევაში მაინც ახალ თაობას აძლევთ. მე მაინტერესებს როგორია თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია და ის ძირითადი სიტყვები ან შთამაგონებელი ფრაზები, რასაც თქვენ ეუბნებით ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს, რაც უბრალოდ გონებაში გაქვთ, ნებისმიერ რეალობაში, ნებისმიერ მოცემულობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ყველა დღე ერთნაირი არ არის და თუ ადამიანს უნდა რომ იყოს წარმატებული, მან უნდა მოახდინოს დომინაცია ყველა გარეგან გამაღიზიანებელზე, ყველა გარეგან რეალობაზე, რაც მისთვის შეიძლება იყოს დამარკოლებელი. ნუ ზოგისთვის რა არის, ზოგისთვის რა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინტერესებს თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია, როგორია ამ მიმართულებით. ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის შემდეგნაირი. ბავშვობაში, როდესაც პირველად უყურე უკანასკნელ სამურაის, სადაც ტომ კრუზი თამაშობს, ამ ფილმმა ფილოსოფიამ ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა. უკვე აწყვე, როდესაც წამოვიზარდი ამას ბავშვობაში, რა თქმა უნდა, გავიაზრე, რომ რაღაც საინტერესო სამურაების ცხოვრება, ასე შემდეგ ის. მაგრამ როდესაც უკვე წამოვიზარდი და გავიცანი კარგად სამურაების ცხოვრებას, აი მსგავსი ტიპის ფილოსოფია, როგორიც არის მიამოტო მუსაში, იყო ესეთი სამურაი, რომელიც ცხოვრობდა და ფიზიკურ დაპირისპირებებში 66 ბრძოლა ჰქონდა ერთ-ერთზე ჩატარებული და 66-ში იყო გამარჯვებული. ანუ 66 ადამიანი მოკლა ერთ-ერთზე დაპირისპირებისას. და მისი ფილოსოფია იყო შემდეგნაირი: მე უკვე მკვდარი ვარ. ეს სამყარო და ეს რეალობა, რა ტიპის რეალობაშიც მე მიწევს ცხოვრება. მე ვიცი ესეთი რაღაც. ვიცი. რომ ადამიანის ენერგია არ კვდება. ადამიანის ენერგია უბრალოდ გადადის სხვა მდგომარეობაში. შესაბამისად, ყველაზე დიდი შიში თუ ის რა არის, რაც ადამიანს გააჩნია, ორი ყველაზე დიდი შიში აქვს ადამიანს. ნუ მე ჩემს მოსაზრებას გეტყვი და ზოგადად მიღებული აზრი ალბათ დაემთხოვა, სიკვდილის შიში და გაურკვევლობის შიში. ალბათ ყველაზე მთავარი არის გაურკვევლობის შიში. სიკვდილის შიში. ჩემთვის ასეა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე შიშები დამუშავებული მაქვს თუ მე მეკითხებით. არა, შენ ზოგადად ვიკითხე, უბრალოდ ყველაზე დიდი შიში რაც ადამიანს გააჩნია, როგორ ვფიქრობ, გაურკვევლობის შიში და ამ გაურკვევლობის შიშს როცა ამოძირკვავ, ხესავით როცა მოჭრი პატარ-პატარა შიშები შემდგომ უკვე რაც არის, ესეც თან მიყვება. გაურკვევლობის შიში მაინც უფრო პირველი და აქვე არის სიკვდილის შიშიც. ადამიანის ყველაზე დიდი შიში არის შემდეგნაირი. ორი ყველაზე დიდი შიში გააჩნია ფსიქოლოგიურად ადამიანს. ესაა სიკვდილის შიში და მეორე რა სიტყვის ხალხი ჩემზე. შედარებით ასპექტში ალბათ პიროვნებებს გააჩნია, იმიტომ რომ ყველას ეს არ ანერვიულებს. მე მაგალითად
მე არ მანერვიულებს რა სიტყვის ხალხი ჩემზე, იმიტომ რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყოველთვის როცა ეუბნებოდნენ რაღაც არ გამოგივა, შენ არ ხარ საკმარისი. მარტო არ გამოსვლაზე არ არის, შეიძლება მძიმე რაღაცებიც ხონდეს სხვა ადამიანებს. თუმცა მე პირიქით ძალას მაძლევდა, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებით ასპექტში არის და მე არის დღემდეც ჩემს რეალობაში, რომ ჩემი არ სჯერათ, რომ მე არ ვარ საკმარისი, მაგრამ არ მაინტერესებს სხვა ადამიანების შეხედულებები, იმიტომ რომ ნუ მე გლობალურად ვახსენე ყველაზე დიდი შიში, რაც გლობალურად ადამიანს გააჩნია, ეს არის ფსიქოლოგიურად. ყველაზე დიდი შიში, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის სიკვდილის შიში და ეს არის რა სიტყვის ხალხი ჩემზე. აი სწორედ სამურაის, უკანასკნელ სამურაის, როდესაც უყურე, ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს სოფმხედველობაზე და ჩემს ფილოსოფიაზე, რომელიც ადრეულ ასაკში მქონდა. ერთ დღეს ყველა მოვკვდებით. მიხდი? ერთ დღეს ყველა მოვკვდებით. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა სოციალური სტატუსის ფენის წარმომადგენელი ხარ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნიჭიერი ხარ ასე შემდეგ. შენ აუცილებლად მოვკვდები. ეს შეიძლება იყოს 3 წლის მერე, 5 წლის მერე, 10 წლის მერე შენზე არ მაქვს საუბარი, ღმერთმა დიდხანს გასაცხოს, მაგრამ ზოგადად ხო? მე არ ვიცი, შეიძლება 10 წლის მერე ცოცხალი არ ვიყო. შეიძლება 7-8 წლის. მომდევნო 5 წუთის გარანტია არავის არ აქვს. ხო, შეიძლება 7 წლის მერე ცოცხალი არ ვიყო ასე შემდეგ. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც რისკებს იღებს და ხანდახან ეს რისკები ცოტა სულელურის არის ხომე, ყოველ შემთხვევაში 60 წლამდე რო ვერ მიიღო, მსგავს ტიპის შეხედულებები მაქვს, მაგრამ იქამდე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საინტერესო ადამიანი ვიყო. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის დღე, როდესაც მოვა, რომ ჩემი რაღაც წასვლის დრო მოვა და გარდაიქმნება ჩემი ენერგია სხვა ტიპის ენერგიაში, ხო, ანუ გადავალ სხვა მდგომარეობაში. იყოს მაქსიმალურად საინტერესო, რომ საკუთარ თავთან აი ბოლო მომენტში, სანამ აი ბოლო ამოსუნთქვა მექნება, არ მქონდეს ესეთი რაღაცა, რომ აი ამის გაკეთება მინდოდა და ვერ გავაკეთე. მინდოდა არ ვიცი უფრო წარმატებული ყოფილიყავი, მინდოდა ეს, მინდოდა ამდენ ხალხს დავხმარებოდი, მინდოდა ეს, მინდოდა ჩემი შვილებისთვის კარგი მაგალითი ყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. მინდოდა არ ვიცი დედაჩემისთვის უკეთესი შვილი, არ ვიცი ჩემი მეუღლესთვის უკეთესი ქმარი, მაგრამ ეს ყველაფერია. ანუ საკუთარი თავის მიმართ არ მქონდეს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება, რომ მე რაღაცა ვერ შევძელი და ვერ გავაკეთე. ყოველდღიურად, როდესაც ვიღვიძებ, ყოველდღიურად ვიცი რომ შეიძლება ეს უკანასკნელი იყოს. მოდი რა, როგორ რანაირად დავალაგო ისე რომ დღის ბოლოს რაღაცები მოვასრო. მიხდი? რაღაცები აუცილებლად უნდა მოვასრო. შეზღუდულები ვართ, ვერავინ ვერ მოგცემს იმის გარანტიას რომ 10 წლის მერე ცოცხლები ვიქნებით. ან 5 წლის მერე. მიხდი? მით უმეტეს აი როდესაც შეგვიძლია ეს ყველაფერი დაუკავშიროთ საქმეს, ნუ აქ ცხოვრება და ასე შემდეგ რადიკალურად განსხვავებული თემატიკები იქნება, ეხლა რა ტიპის თემასაც ჩავთავ, ხო? მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ავიღოთ. ხელოვნური ინტელექტი შენ საქმეს ჩაანაცვლებს ძალიან მალე და ალბათობა იმისა, რომ სახში მშიერი მოგიწიოს ყოფნა და მშიერი იყო, ამის ალბათობა ძალიან დიდი არის. და შენთვის შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი დღე. მიხდი? თუ რაღაცა არ განვითარდი და თუ რაღაცა არ ქონდა იმის ამბიცია, რომ ცხოვრებაში წინ წახვიდე და აი კითხვა, რომელიც წეღან, საინტერესო კითხვა, რომელიც წეღან დამისვი, აი ახლა მივედი სპეციალურად აქამდე. ყველა ადამიანი თუ არ ფიქრობს იმას, რომ განვითარდეს და საზოგადოებაში თუ კიდე დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 9 to 5-ით 2-3 წელიწადში მშივრები არ მოკუდებიან, good luck, წარმატებებს გისურვებთ. სხვათა შორის ბატონო ლორენცო, ზუსტად საზოგადოებას რომ ბევრს უკვე აღარ უნდა ეს 9 to 5 და წამოვიდა უფრო პრობლემები, მენტალური პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგიტომაც გაჩნდნენ ფსიქოლოგები, კოუჩები უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე იყვნენ პირობითად 10-15 წლის წინ. მე იცით რისი თქმა მინდა, ეხლა გამახსენდა თქვენი მონოლოგიდან ეს მომენტი, ჩემი საყვარელი წიგნი არის გრაფი მონტე-კრისტო და შენ უნდა ნახოს სიკვდილი თავისი სრული არსით, რომ გაიგო რა არის ცხოვრება და რა არის ბედნიერება და აბსოლუტურად მოყვებით ყველაფერში, რაც თქვით. ჩემი მომდევნო შეკითხვა იქნება ასეთი. ჩვენ მაინც ურთიერთობებზე დავიწყეთ საუბარი და ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს აბსოლუტურად ყველაფერს გარდა ემოციური ინტელექტისა, რაც ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთს მივცეთ და უფრო ღირებული რაც არის, ხო, რეალურად სამყაროში ყველაზე ღირებული არის რა, ღმერთის ენერგია. ეს არის სიყვარული. სული ყველაზე მაღალ ვიბრაციული ენერგიაა და ვიბრირებს ყველაზე კარგად სიყვარულის ენერგიაზე და ეს არის ავტომატურად შემოქმედებითი ენერგია. ანუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს ჩაანაცვლებს ემოციური ინტელექტის და ზოგადად ამ ურთიერთობების ამ სიყვარულის გარდა, მაგრამ სიყვარულსაც სწავლა უნდა და პირველ რიგში ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში სიყვარულს უნდა თვითდისციპლინა. მინდა გადავიდე ურთიერთობებზე. თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით. მეც ჩემი გარკვეული გამოცდილება მაქვს ფსიქოლოგიის და კოუჩინგის მიმართულებით. ნუ რა თქმა უნდა, უფრო ქალბატონებთან მიმართებაში, მაგრამ მაინც დღეს იკვეთება ტენდენცია, რომ ურთიერთობები არის ძალიან არეული.
ადამიანები შედიან ურთიერთობებში, შემდგომ ურთიერთობა ხდება უინტერესო, ხდება მიჯაჭვულობები, იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, მამაკაცებს სხვა პრობლემები აქვთ, ხო, რაღაცა რო არ გამოსდით ცხოვრებაში, ან რაღაცა კონკრეტული ურთიერთობების ფორმატი არ უნდათ, ან სხვანაირად უნდათ, შემდგომ ეფლობიან გარკვეულ მიჯაჭვულობებში, ხო, დასალევი მოსაწევი ასე შემდგომ, ან ვერ გამოდიან ამ სიტუაციებიდან, ქალბატონების შემთხვევაში კიდე მე ბევრი სიტუაცია ვიცი ასეთი, რომ დაიწყება ერთი ურთიერთობა და თქვათ ადამიანი მიატოვებს, წავა ამ ურთიერთობიდან და ქალბატონი იტანჯება და არ შეუძლიათ ადამიანებს საკუთარ თავთან დიდხანს მარტო დარჩენა, რაღაც პერიოდი მაინც ყოველ შემთხვევაში რომ გაანალიზონ შეცდომები, რაღაცები ისწავლონ, თუნდაც თვითგანვითარების კურსები გაიარონ, ამის ნაცვლად ებმებიან სხვა ურთიერთობაში, სადაც არის იგივე სცენარი, იგივე სიტუაციები და იგივენაირად იტანჯებიან და ესე დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე, ხო? რეალურად მივდივართ იქამდე, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თვითდისციპლინა, არ შეუძლიათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, იმიტომ რომ როცა შენ საკუთარ თავთან მარტო რჩები, შენ რჩები იმ შენატანთან, იმ ინვესტიციასთან რეალურად, რაც ჩადეს საკუთარ თავში, ვინც ხარ რეალურად და რეალურად როცა აწყდები სიცარიელეს, იწყებ სხვა რაღაცის ან სხვა ვიღაცის ძებნას. ჩემი გამოცდილებით დღეს არის ეს ძალიან დიდი პრობლემა. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილებაც და რჩევა რა იქნება, როგორ შეიძლება ეს მოცემულობა შეიცვალოს. თან ეს ის სოციუმია, მაინც ეს თვითგანვითარება არ არის რაღაცა ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე საჭირო რაღაც სიტუაცია. ადამიანებს ყველაზე ბოლოს უკაკუნებენ ფსიქოლოგებს, კოუჩებს, ანუ ჩვენ მაინც გვირჩევნია ყოველდღიურ მატერიალურ რაღაცებში დავხარჯოთ თანხები, იმ ერთი და იგივე სიტუაციებში, იმ ჭაობში ვიყოთ, ვიდრე განვითარდეთ. სამწუხაროდ ჩვენი სოციუმი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. იცი რა არის? ადამიანი, რომელიც არ იცვლება, ვოლტერმა თქვა თუ არ ვცდები, ადამიანი, რომელიც არ იცვლება, ანუ რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს, ხო? ან მკვდარია უკვე. ადამიანები, რომლებიც სოციუმში არსებობენ ეხლა იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემების დროს, კონკრეტული არ ვიცი სტრესული სიტუაციების დროს, მეგობრებს დაურეკონ, მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდნენ. ამის ერთ დღეს დალევ რაღაცა იფიქრებ, რომ შენი პრობლემა ალკოჰოლმა და მეგობრებმა მოაგვარეს, მაგრამ სახში როდესაც დაბრუნდები, ისევ იგივე ტიპის პრობლემების წინაშე იქმნები. ეს იქნება ოჯახში, ეს იქნება ურთიერთობებში ასე შემდეგ. ხშირად ვეუბნები ადამიანებს. მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან ხოლმე. თუ შენ არ იცი ვინ ხარ, თუ შენ საკუთარ თავში არ ახარ ჩამოყალიბებული, თუ შენი ტრამბული გამოცდილებები არ აქვს, ასე თუ ისე მოშუშებული, ხო? შენ ტრამვებთან ერთად არ ცხოვრობ, არ ვიცი, წინაზე ვიღაცა მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე და მითხრა ეს რაღაცა, მივედიო ფსიქოლოგთან და მითხრა ჩემო ფსიქოლოგი რა არის? ადამიანი, რომელიც არ იცვლება, ვოლტერმა თქვა თუ არ ვცდები, ადამიანი, რომელიც არ იცვლება, ანუ რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს, ხო? ან მკვდარია უკვე. ადამიანები, რომლებიც სოციუმში არსებობენ ეხლა იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემების დროს, კონკრეტული არ ვიცი სტრესული სიტუაციების დროს, მეგობრებს დაურეკონ, მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდნენ. ამის ერთ დღეს დალევ რაღაცა იფიქრებ, რომ შენი პრობლემა ალკოჰოლმა და მეგობრებმა მოაგვარეს, მაგრამ სახში როდესაც დაბრუნდები, ისევ იგივე ტიპის პრობლემების წინაშე იქმნები. ეს იქნება ოჯახში, ეს იქნება ურთიერთობებში ასე შემდეგ. ხშირად ვეუბნები ადამიანებს. მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან ხოლმე. თუ შენ არ იცი ვინ ხარ, თუ შენ საკუთარ თავში არ ახარ ჩამოყალიბებული, თუ შენი ტრამბული გამოცდილებები არ აქვს, ასე თუ ისე მოშუშებული, ხო? შენ ტრამვებთან ერთად არ ცხოვრობ, არ ვიცი, წინაზე ვიღაცა მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე და მითხრა ეს რაღაცა, მივედიო ფსიქოლოგთან და მითხრა ჩემო ფსიქოლოგმა, რომ მე შენ ტრამვებს მოგაცილებო. ის ფსიქოლოგი არ არის, იმას აქეთ ჭირდება ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ტრამვებს ვერავინ ფსიქოლოგი ვერ მოგაცილებს დედამიწის ურგზე. ტრამვებთან ერთად შენ გიწევს ცხოვრება და ფსიქოლოგი ამას გასწავლის, რომ ამ შენ ტრამვებთან ამ შენ რაღაცა სკარებთან, ნაიარებებთან ისწავლო ცხოვრება. მე ჩემ ყველა ნაიარებთან მაქვს, არ ვიცი, ნასწავლი, როგორ მიურთიერთო და ვცხოვრობ ჩემ ნაიარებებთან ერთად. ნებისმიერი ნორმალური ფსიქოლოგის იგივეს გეტყვით, ჩემო ძირფასო მეგობრებო. რაც შეეხება ამ ყველაფერს, ურთიერთობაში თუ შენ არ იქნები თავდაჯერებული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე პასუხისგებლობას იღებს და ამაში კი ბატონო მოყვები 100%-ით გეთანხმები. თუ ადამიანმა საკუთარ თავზე პასუხისგებლობა არ აიღო, ის ურთიერთობაში სხვაზეც ვერ აიღებს პასუხისგებლობას. და ის რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ შეგიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს უამრავი ტიპის პრობლემებს. აი დღეს, აი ყველაზე დიდი დავალება კონსულტაციაზე რომ მოდიან ხოლმე ადამიანები, ჩემი ყველაზე რთული დავალება, რასაც ვაძლევ, ეს არის. 1 საათის განმავლობაში. აი ესე კედელს უყურე, კედელთან დაჯექი, არა ტელეფონი, არა სოციალური ქსელები, გამორთი ასე შემდეგ, მოწყდი ყველანაირად იმ ყველაფერს, რა ტიპის რეალობაშიც გიწევს ცხოვრება. შეძელი. 5-10 წუთამდე ვერავინ ვერ მიდის.
10 წუთის განმავლობაში რა ესე დაждდეს ადამიანი და კედელს აი ესე სწორად უყუროს და არაფერზე არ იფიქროს, არ შეუძლია. და წარმოიდგინე რამხელა ტიპის პრობლემა არის ეს. როდესაც ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაზე, ნებისმიერი ტიპის პრობლემაზე, გარბი ხარ შენ რაღაცა სულელ მეგობრებთან და ფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ ალკოჰოლი პრობლემას გადაგიჭრის. ანუ რეკავ დედა შენს, რომელსაც აქეთ არ ვიცი 1000 პრობლემა აქვს. ანუ რეკავ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენი პრობლემები ფეხებზე კიდიან, ანუ უფრო უარესი, რომლებიც უფრო ცუდად გამოიყენებენ ამ შენ პრობლემას და იმანიპულირებენ. მე გრძელვადიან პერსპექტივაში. რამდენი ესეთი ადამიანი და რამდენი ესეთი მეგობარი არის, ხო? ასე რომ, ყველაზე საკუთარი თავის ყველაზე მამკურნებელი ძალა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში. ნამდვილად. ვერავინ ვერ მოგცემს იმ ტიპის ძალას, ფსიქოლოგი მიმართულებას გაძლევს. ფსიქოლოგი არ გეუნება შენ, მე არავის არ ვეუნები კონსულტაციაზე, გინდა თუ არა ის გააკეთე, გინდა თუ არა ის გააკეთე. არა, ჩემი საქმე ეგ არ არის, როგორ უნდა უთხრა ადამიანს, გინდა თუ არა ამ გზის წადი, გინდა თუ არა იმ გზის წადი, არა. მე გაჩვენებ გზებს. ამ კონკრეტულ გზაზე შეხვდები ამ და ამ ტიპის პრობლემას, ამ კონკრეტულ გზაზე შენ შეხვდები ამ და ამ ტიპის რაღაცა, კარგ რაღაცა ურთიერთობებს ასე შემდეგ. ან ფსიქოლოგი მიმართულებას გაჩვენებს. ფსიქოლოგი არ არის ის ადამიანი, რომელიც აი ხა შენ მიხვალ, ტრამვები, რომელიც ქონდა, უცებ აი ესე რაღაცა ჩამოგაჭრის, всё დუბლ დვა დავიწყეთ, ახალი ცხოვრება, ტრამვები არ არსებობს, ასე შემდეგ. ეგეთი რაღაც არ ხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. საკუთარ თავთან ისწავლო მარტო დარჩენა და საკუთარი თავის მამკურნებელი ძალა ისევ საკუთარ თავშივე იპოვო. და ამაში მე თუ ამ ყველაფერს კითხებს დაუსვა საკუთარ თავს, ნორმალური წესიერი ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარება. ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანის ნება განსაზღვრავს ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან რაღაცას და ზოგადად ადამიანის ნება არის გადამწყვეტი. ჩემი მომდევნო შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. თქვენ გაქვთ თავდაჯერების კურსები და ადამიანებს ასწავლეთ, როგორ უნდა გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. მოკლედ რომ მითხრათ, თქვენი რეკომენდაციები როგორი იქნება და თქვენი კურსის შესახებაც მოკლედ რო გვიამბოთ, რას ისწავლიან ადამიანები, რას წაიღებენ და როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება კურსამდე და კურსის შემდგომ. კი ბატონო. რაც შეეხება ლორენცო აკადემიის და თავდაჯერებულობის კურსს, რომელზედაც ძალიან ბევრი ადამიანი არ ვიცი, ლაპარაკობს და მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებმაც შეიძინეს სრული სერიოზულობით და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ლორენცო აკადემიაში თავდაჯერებულობის კურსი შეიძინა, ყველა სხვა კურსებიც შეიძინეს, იმიტომ რომ თამასობა სტანდარტი გაცილებით მაღალი არის, ვიდრე არ ვიცი, სკამერები, რომლებიც ინტერნეტში რაღაცას ყიდიან ხოლმე და შემდეგ ამის მეორე ჯერზე იმათან აღარავინ აღარ მიდის და უბრალოდ სახელს უფუჭებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მართლა რაღაცა კარგ რაღაცებს ქმნიან, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებას არათუ უკეთესობისკენ ცვლის, უბრალოდ მართლა ბედნიერებას განცდას ანიჭებს. მოკლედ, თავდაჯერებულობის კურსზე რა შემიძლია ვთქვა? პირველი ჩემი თავდაჯერებულობის კურსი იწყება ესე. პირველი ლექცია არის შემდეგნაირი. ადამიანისთვის, ანუ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რაც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ვინ ხარ და რა გინდა? თუ შენ არ იცი ვინ ხარ, საზოგადოება აუცილებლად გეტყვის ვინ ხარ და ეს ყველაფერი ნეგატიურ ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს შენზე. თუ შენ არ იცი ვინ ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე კითხვის პასუხი არ გეცოდინება. რა გინდა ამ ცხოვრებაში აკეთო? მე ვიცი ვინ ვარ. მე ვიცი ჩემი რაღაც ხასიათი ასე შემდეგ. მე ვსწავლობდი თეატრალურში და მივხვდი რომ რეჟისორი ვიღაცა პაიკი რომელიც მეტყვის რომ აგად მოხდი, იგად მოხდი და რა ვიცი სცენაზე რა ვიცი ჯოკერის ფორმა ჩაიცვი და ილაზღანდარავე, ჩემი საქმე არ არის მე. ან გავიაზრე, მივხვდი, შევეშვი ამ საქმეს და ვარ იმ საქმეში, რომელიც სიამოვნებასაც მანიჭებს და ვიცი რაც მინდა. შესაბამისად, თავდაჯერებულობის კურსში გარდა პირველი ლექციისა და იმ მნიშვნელოვანი კითხვებისა, რომელსაც აღმოაჩენ, ასევე ისწავლი ადამიანები როგორ მანიპულირებენ შენზე. რა ტიპის ადამიანებთან ერთად გიწევს ცხოვრება. ის რომ მეგობრები, რომლებიც შენი მეგობრები არიან სინამდვილეში, უდნო პატარა ტიპის წარმატებას ოდესაც აჩვენებ, აღმოაჩენ რომ შენი მეგობრები არ არიან. იქ სწავლობ ბევრ რაღაცას, რომელიც გეხმარება, საზოგადოებაში უამრავი ტრამვებისგან თავი აიცილო, მაგრამ ასევე ისწავლო რა ტიპის ადამიანებთან ერთად გიწევს ურთიერთობა. ის რომ შენი გარემოცვა არ ვიცი ყველაფერზე პასუხისმგებელი არის, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევ თუ არ მიაღწევ. ის რომ დედა შენი და მამა შენი ხშირ შემთხვევაში ყოველთვის კარგ რჩევებს არ გაძლევენ და ყველას სტანდარტები უნდა დაუწესო და თავისი ადგილი უნდა მიუჩინო ყველას. ასე რომ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ, უბრალოდ შეუძლებელი არის იმ ლექციების და იმ ტიპის ინფორმაციების, რაც იქ არის, ესე მარტივად ლაპარაკი. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის მარტივად და მოკლედ. ადამიანები, რომლებმაც გაიგეს ის ინფორმაციები, რაც ლორენცო აკადემიის თავდაჯერებულობის კურსში არის, საზოგადოებაში ნაკლებად იტრამვებიან. საზოგადოებაში ზიანს ვეღარ აყენებენ, ვიღაცა არ ვიცი, მეგობრები, რომლებიც ეფიცებოდნენ დაქალობაზე, სიყვარულზე, ამ ბიჭებს ზმაკაცობაზე და ასე შემდეგ. ეს იქნება ურთიერთობები, ეს იქნება სოციუმი, ეს იქნება ოჯახი. თუ შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც კომპლექსები გაგაჩნია, თუ შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც გიჭირს საკუთარი ნიჭის გამოვლინება,
შეიძლება ნიჭიერი იყოს, შეიძლება ჩემზე ნიჭიერი იყოს, შეიძლება შენზე ნიჭიერი იყოს ადამიანი და მხოლოდ იმის გამო რომ რაღაც კომპლექსები გააჩნია, ვერ გამოდიოდეს ხალხში და ვერ ლაპარაკობდეს, ანუ საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენდეს და მე ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის ადამიანს შევხვედრი ვარ. ჩემ ბავშვობაში ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის ადამიანები იყვნენ. ეს იქნებოდა ფეხბურთი, ეს იქნებოდა არ ვიცი, ასე შემდეგ. ნებისმიერი ტიპის სფეროებში, რა ტიპის სფეროებშიც ვიყავი, ჩემზე 100-ჯერ და 1000-ჯერ გაცილებით უფრო ნიჭიერი ადამიანები შემენიშნავს. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, თუ შენ თავდაჯერებული არ გახდები იმ ტიპის პატივისცემას, რაზეც ჩვენ საუბრობდით დასაწყისში, ხო, როდესაც პოდკასტი დავიწყეთ, ვერ მიიღებ. პატივისცემის გარაშე ან რეალიზებული ვერ იქნებ, პატივს არავინ არ გცემს და უბრალოდ იქნები ერთი ჩვეულებრივი პაიკი, რომელსაც ყველა ესე აგდებულად დაელაპარაკება. ამიტომ თავდაჯერებულობა მოდით ლორენცოს კურსებზე აუცილებლად. მოკლედ, ჩემი მომდევნო შეკითხვა. ცოტა ხა იუმორი უნდა შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ძალიან ძიმე თემებზე ვისაუბრეთ ჩვენ და ძალიან დასაფიქრებელ თემებზე. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ტესტოსტერონი და მაღალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები განსხვავდებიან დაბალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცებისგან და ეს ტესტოსტერონი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომ კაცმა თავი იგრძნოს აღმატებულად, იგრძნოს თავი ალფა მამრად და არ იყოს ბეტა მამრი. ამ შემთხვევაში მაღალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცები არიან უფრო სელექციურები ქალბატონების მიმართ, ანუ ყველანაირ ურთიერთობებზე არ თანხმდებიან და მათ ცხოვრებაში არ არის ყველანაირი ქალბატონი. ყოველ შემთხვევაში ალბათ იგულისხმება სერიოზული ურთიერთობები. მაგრამ მეორე მხრივ არის ასეთი მეცნიერული დასკვნა, როცა მამაკაც უყვარს, მას ავტომატურად ტესტოსტერონი ისეს დაბალი აქვს. მაგრამ მაღალი აქვს ჰორმონები, როგორიც არის ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი. ამ შემთხვევაში როგორ ხდება ამ ჰორმონების ბალანსი? ანუ ხო შეიძლება ადამიანი ჩვეულებრივ მაღალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცი ყოფილიყო, მაგრამ შეუყვარდა და გახდა დაბალი ტესტოსტერონის მქონე. ანუ თქვენი თეორია რამდენად ერგება ყველა მამაკაცს, ყველა სიტუაციას და ზოგადად რა იქნება რჩევები მამაკაცების მიმართ ჩვენ სოციუმში, იმიტომ რომ თქვენი კვლევებით თქვენ მაინც ასე თუ ისე აკრიტიკებთ მამაკაცებს მათი სიზარმაცის გამო, ეს დაბალი ტესტოსტერონი მაინც უფრო გადაეტანით მნიშვნელობით არის აქ იგულისხმება ბევრი სხვადასხვა ფაქტორი და აი თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო კითხვა არის მართლა. იცი რა არის, მამაკაცს როდესაც უყვარდება, ამაში გეთანხმები. კი ბატონო, რომ მამაკაცის ტესტოსტერონი ამ დროს გაცილებით უფრო დაბალი არის, ვიდრე დაუშვათ იმ მამაკაცების, რომლებიც ეხლა არ არიან ურთიერთობაში. მამაკაცი როდმელის ურთიერთობაში იმყოფება, მისი ტესტოსტერონი მე ვგულისხმობ, რომ საგრძნობლად დაბლავარდება, მაგრამ მამაკაცი ხდება soft. მამაკაცი ხდება soft. კი, soft ხდება, იმიტომ რომ ეს უწყობს ხელს, ანუ პოლიგამიური პოლიგამიურ მამაკაცს აქვს ტესტოსტერონი მაღალი, რომელიც ხშირად არის ურთიერთობებში, სხვადასხვა ურთიერთობებში და ასე შემდეგ და ტესტოსტერონი როცა ურეგულირდება, ასეთი ადამიანი ხდება უფრო ერთგული, 7 ხდება ერთი სიტყვით და მისი ცხოვრება არის შედარებით უფრო ბედნიერი. ეს კვლევებიდან გამომდინარე ვამბობ, მე მამაკაცი არ ვარ და არ ვიცი როგორ ხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ თქვენი აზრი იყო საინტერესო, იმიტომ რომ მე თქვენი პოსტიც ვნახე თქვენი შეხედულებებიც მოვისმენთ და მაინტერესებდა, სადაც ამ ტესტოსტერონზე საუბრობთ. სტატუსი იყო Instagram-ზე თუ არ ვცდები. ხო. კი ბატონო, მამაკაცის ტესტოსტერონი განაპირობებს არა თუ იმას, რამდენად მოწესრიგებული და კარგი სექსუალური ურთიერთობები ექნება, არამედ განაპირობებს იმას, სოციალურ არ ვიცი, ქსელებში იქნება თუ ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ საქმეში, ბიზნესი, ასე შემდეგ იყოს წარმატებული, იყოს თავდაჯერებული და საკუთარ თავს გრძნობდეს ისე, რომ არის ნამდვილი მამაკაცი. და იმ ტიპის პრობლემები, რა ტიპის პრობლემების დღეს აწუხებს უკვე 23, 24, 25 წლის ადამიანებს, სრულ სერიოზულობით ვიზახი. კონსულტაციებზე იმდენი პრობლემები არის, როდესაც ვისმენ 19, 20, 21 წლის, სასილო მართლა არა, ან ძიმე მდგომარეობა არის. 21 წლის ბიჭები, რომელსაც ერექციული დისფუნქცია აქვს, რომელსაც, ანუ სერიოზულად ვიზახი, არანაირი мотиваცია, არანაირი ამბიცია. დედას გეფიცები, აი არ მიყვარს ხოლმე დაფიცება, მაგრამ იმდენად დიდი პრობლემა არის, რომ მამაკაცს უსმენდე, რომელიც ტირის. ან ქალის ტირილი როგორი მძიმედ მოსასმენი არის, ხო? და წარმოიდგინე მამაკაცი, რომელიც ტირის. არაერთი არ ვიცი ფიტნეს სფეროები ალბათ მოგეხსენება, ხო? გადაჭარბებული რაღაცა კუნთის მასა, რაღაც ჰორმონებს იღებენ, შემდეგ ეს ჰორმონები, როდესაც ამ ტესტოსტერონი ბუნებრივად წყვეტს, მე უკვე ფუნქციონირებას მამაკაცის ორგანიზმში, როდესაც სინთეტიკურ ტესტოსტერონს იღებ, შემდეგ ეს ყველაფერი პრობლემა არის, როდესაც აგდებენ, იმიტომ რომ შემდეგ პრობლემები აქვს ნაღველზე, თირკმელზე, გულზე, ასე შემდეგ და ვალდებულები არიან რომ გადააგდონ. მე უამრავი მომისმენია ფიტნეს ინდუსტრიაში, რომლებიც საკმაოდ ცნობილები არიან, უბრალოდ სახელები და გვარები ჩამოთვლა, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია და არ შეიძლება, რომლებიც ტირიან კონსულტაციაზე.
ტირიან, იმიტომ რომ საკუთარ თავს გრძნობენ ისე როგორც 13-14 წლის გოგო. მართლა ტირიან. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის, ძალიან სავალალო მდგომარეობა არის. და კიდევ ერთხელ ვიზახი, ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმას, რა ტიპის ნორმალური ურთიერთობები გექნება ქალთან. დღეს უამრავი არის ურთიერთობაში, რომელიც საკუთარ მეუღლეს ვერ აკმაყოფილებს. უამრავი არის, რომელსაც ურთიერთობაში პრობლემები აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალური ურთიერთობები მოწესრიგებული არ აქვს. მამაკაცი, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება, მას ასევე უნდა ქონდეს ბიოლოგიური განათლება და ბიოლოგიური ცოდნა საკუთარ ორგანიზმზე, როგორ ფუნქციონირებს მამაკაცის ორგანიზმი. ტესტოსტერონის ყველაზე ერთ-ერთი, გარდა არ ვიცი, მე ტესტოსტერონის კურსიც მაქვს და ისეთ რაღაცეების იმაშები, რომელიც სისტემას არ აწყობს პირდაპირ, რომ იცოდა ეს ყველაფერი. ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი, დღეს ძალიან ბევრმა არ იცის. მაღაზიის ჩეკი, რომელსაც გაძლევენ, მამაკაცი თუ ამას ხელს მოკიდებს, მისი ტესტოსტერონი 40%-ით ეცემა. ხო საინტერესო თეორია არის. ძალიან. ხო საინტერესო თეორია არის. 40%-ით ეცემა მამაკაცის ტესტოსტერონი თუ ქაღალდის ჩეკს, რომელიც მაღაზიაში მისცეს, ამას ხელს მოკიდებს. ეს როგორ ხდება, რამე ისეთ ნივთიერებას შეიცავს კი ბატონო. ჩეკი? ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის ინფორმაციები არის, რომელიც სისტემა პირდაპირ მოწოდებული არის იმაზე, რომ მამაკაცის ტესტოსტერონი დააგდოს და ისევ მივედით სისტემაზე. გარდა განათლების სისტემაზე, სისტემა შექმნილი მაგიტომ თქვი თავშიც და კიდევ იგივეს გავიმეორებ. სისტემა არის შექმნილი იმისთვის, რომ შენ ნებისმიერ სფეროში დამარცხდე. საზოგადოების და არ ვიცი, სოციუმის მართვა როდესაც ყველაზე მარტივი. როდესაც მამაკაცის ტესტოსტერონი დაბალი აქვს, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად სამართავი არის შეშინებული. აბა რა მამაკაც, როდესაც ტესტოსტერონი დაბალი აქვს, ყველაზე მარტივად სამართავი მაშინაა. მარტივად, ანუ ამბიცია არ გააჩნია, ურთიერთობაში პრობლემები აქვს, მენტალური პრობლემები აქვს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ხალი პატივს არ აცემს, არ ვიცი, არანაირი ცხოვრების ასპექტიდან, არც ერთ ფლანგიდან პატივისცემა არ გააჩნია. შესაბამისად, ეს ადამიანი მენტალურად, ფსიქოლოგიურად უკვე დანგრეული არის. ის არ ფიქრობს იმაზე, რომ ტესტოსტერონი რაღაცა აიმაღლოს და ცხოვრება მოიწესრიგოს. ის ფიქრობს იდიოტობებზე. წავიდეს აფთიაქში, იყიდოს დამამშვიდებლები რაღაცა, ასე შემდეგ, მივიდეს ექიმთან, რომელიც არ ვიცი თვითონ ესტროგენი არის და რჩევებს აძლევს, როგორ გახდეს ეს მაღალი ტესტოსტერონის მქონე მამაკაცი, ანუ სისტემა აგებულია ცნობილებებზე. და ის ერთი რაღაცა, საიდუმლო რაღაც, რაც გითხარი, სწორედ ეგ არის. შეიცავს ესტროგენს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმას, ეს არის მეცნიერულად დადასტურებული ასე შემდეგ, შეგიძლიათ ვინც ახლა ამ ყველაფერს უყურებთ და ისმენთ მოიძიოთ, ჩათვალე, რომ ვიღაცამ ქალის ჰორმონი გაგიკეთა ნემსით თუ შენ ჩეკს ხელს მოკიდებ და წარმოიდგინე რამდენი ტიპის ინფორმაციები არსებობს, სადაც მამაკაცებს ცნობა არ აქვს. ნამდვილად. ანუ დღეს საშუალო ტესტოსტერონად აღიქმება 300 ნანოგრამი დეცილიტრზე, როდესაც ეს 100 წლის უკან ქონდათ 70-80 წლის მამაკაცებს. და დღეს შენ როდესაც მიდიხარ და ანალიზებს აბარებ 21-23 წლის ბიჭს გეუნებიან, რომ 300 ნანოგრამი ეს ნორმაა. მე ვარ 31 წლის, ეხლა 10 აპრილს მქონდა დაბადების დღე, მე შემიძლია ჩემი ანალიზის კვლევები დავდო. ასე შემდეგ გამოვაჭენებ ამას სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამიკეთებია, პრობლემა არ მაქვს. 31 წლის ასაკში ბუნებრივად, ნატურალურად ჩემი ტესტოსტერონი არის 1003 ნანოგრამი დეცილიტრზე. ეს უტოლდება იმ ტესტოსტერონს, რომელიც ადრე ძველად ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ ვიღაცაზე თავის მოსაჭრელად და ასე შემდეგ, ასე რომ ეგა. დღეს პირდაპირ მიუთითებს ეს ყველაფერი ამას. ეკნებათ მამაკაცებს. დღეს გილოცავთ კიდევ ერთხელ და ვისარგებლებ ეთერით და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო ცხოვრებაში. ბევრ წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობას და ყველა მიზნის და ოცნების განხორციელებას. ბოლოს წინა შეკითხვა, ბატონო ლორენცო, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ იცით რა სურთ ქალებს. ოღონდ ეს იცით მარტო თქვენ. მარტო თქვენ იცით, მეტი არავინ არ იცის. თან ესე თქვით ზუსტად სიტყვით. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყველა მამაკაც, ვისაც მეტნაკლებად რაღაც საკითხები გაიგება, ამის ამბიცია აქვს, რომ იცოდეს რა სურთ ქალებს. ნუ ალბათ ესეც ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ყველა ქალის სურვილი ალბათ განსხვავდება. ნუ ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით რა გვსურს, მაგრამ მაინც ნუ ყველა ქალის ფსიქე ერთმანეთს გავს მაინც. თქვენი მოსაზრება რის საფუძველზე ამბობთ ამ ხელა განცხადებას, რის საფუძველზე აკეთებთ ეს ერთი და მეორე, ზოგადად როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის იდეალური ქალი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ და მაინც მივედით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხამდე. იცი რა არის? არ არსებობს იდეალური ქალი და არ არსებობს არც იდეალური ქალი და არც იდეალური მამაკაცი. მაგრამ შეგვიძლია თუ არა ცხოვრება და ფუნქციონირება საზოგადოებაში ისე, რომ ჩვენ საკუთარი თავის მიმართ რაღაცა პატივისცემა გქონდეს და
გრძნობდეთ სრულფასოვან წევრებად, რომლებიც ჯანსაღი ფსიქიკით, ჯანსაღი მენტალობით და ბიოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ჯანსაღები იქნებიან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რა სურთ ქალებს. მამაკაცის პოზიციიდან ამ ყველაფერზე საუბარი ალბათ თამამი იქნება ჩემი მხრიდან, მაგრამ მე როგორც ცნობილი ვაჟიშვილი, შემიძლია ვისაუბრო ამ ყველაფერზე თამამად. რა სურთ ქალებს? ქალებს სურთ ურთიერთობაში, ძალიან მოკლედ ვისაუბრებ. ქალებს ურთიერთობაში სურთ დომინანტი მამაკაცი, იმიტომ რომ ქალს თავზე უკეთესი მამაკაცი იზიდავს. დღევანდელ დროში, როდესაც იმ ყველაფერზე ტესტოსტერონზე და ასე შემდეგ, ანუ ეს თემები იმდენად კარგად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მაინც ბოლოში აუცილებლად მივდივართ სისტემასთან. და გეტყვი რატო? ქალს იზიდავს მასზე უკეთესი მამაკაცი, რომელიც ფინანსურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად მასზე უკეთესი იქნება. თუ ქალი მამაკაცზე მენტალურად უფრო მდგრადი არის, მსგავსი ტიპის ქალი, მსგავსი ტიპის მამაკაც არასოდეს არ შეხედავს. იმიტომ რომ ქალს სჭირდება დაცულობის განცდა და ეს ყველაფერი მოდის პრეისტორიული ხანიდან. პრეისტორიული პერიოდიდან ქალს სჭირდება იმისი განცდა, რომ თავი დაცულად იგრძნოს. და სწორედ ეს არის განმაპირობებელი მიზეზი იმისა, ქალს ექნება თუ არა მამაკაცთან სექსი. თუ ქალმა თავი დაცულად არ იგრძნო ერთ კონკრეტულ მამაკაცთან, ქალს არ ექნება სექსი. ეს არის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური ერთ-ერთი საიდუმლო. ეს pick-up line-ები და რაღაცები, ეს უბრალოდ ბეტა ანუ სიმპებისთვისაა დედას გეფიცები. ეს pick-up line-ები არ არსებობს. pick-up line-ებით ქალს ვერ მოხიბლავ. ხარ საინტერესო მოსაუბრე, ხარ ქარიზმატული კი ბატონო. შეიძლება, მაგრამ აი გამარჯობა რომელიც რათია და სისულელი არის. იდიოტობა არის. რაც შეეხება რა სურთ ქალებს, კიდევ ერთხელ ვიძახი. ქალს სურთ ძლიერი მამაკაცი. მენტალურად, ფსიქოლოგიურად, ყველანაირად. და ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც შენ სისტემას არ მოусმენ და იმ ტიპის ნაგავს, რასაც გეუბნება სისტემა, ამ ყველაფერს უარყოფ. ელემენტარული მაგალითი ავიღოთ. არ ვიცი, სისტემა ჩვენ გვეუბნება იმას, რომ არ ვიცი, კვების პირამიდა, როგორიც იყო, ამ ყველაფერს თუ კარგად დავაკვირდებით, იყო აგებული წლების განმავლობაში სტომილებებზე. ხო? კვების ჯანსაღი ცხოვრების მენტორები, რომლებიც რჩევებს აძლევდნენ და ისევე როგორც ქალებს, მამაკაცებს და ზოგადად სოციუმს, ანუ მე თქვი ესეთი რაღაცა, მე ჭარბსონიან ადამიანს, რომელიც აი ეს რჩევას მაძლევს, არ მენდობი. ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ხარ, ხო? და პრობლემები გაწუხებს ჭარბი წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობასთან ასე შემდეგ და რჩევებს იძლევი რომ დღეში 5 ცალი კვერცხის ჭამა ეს ყველაფერი მავნებელი არის მე ტესტოსტერონის კუში პირიქით ვლაპარაკობ თუ მამაკაცი ყოველ დღე 5 საათი მოხარშულ არა თუნდაც შემწვარ კვერცხს მიირთმოს ეს ყველაფერი მის ჰორმონების დადებითად აისახება და შედეგები დავდე კვლევები დავდე არ ვიცი ასე შემდეგ ანუ სისტემა არის კიდევ ერთხელ ვიზახი მოწოდებული იმისთვის რომ არც ნორმალური ურთიერთობები არ ქონდეს ანუ ქალებსაც არ ქონდეს ნორმალური ურთიერთობები და არც მამაკაც არ ქონდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ურთიერთობაში 50-50-ს არ მჯერა. არ არსებობს 50-50 ურთიერთობაში არ არსებობს. მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი, მამაკაცმა უნდა იყოს პასუხისგებლობები, იმიტომ რომ მამაკაცის ფსიქე არის შექმნილი სტრესისთვის, ბრძოლისთვის, გრევისთვის ასე შემდეგ. თუ ურთიერთობაში 50-50 ხარ, ვიღაცა სახში რო შემოგივარდება, არ ვიცი, ცოლს ეთქვი რომ მოდი ერთად ვიბრძოლოთ, ხო? არ ვიცი ხო? ანუ ეს რაღაც არ არსებობს. ეს ყველაფერი მარტო ბრძოლას არ ეხება, მენტალურ მდგომარეობასაც ეხება. ქალის გონება და ქალის მენტალური მდგომარეობა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მასკულინური პრობლემები გადაჭრას და მასკულინურ პრობლემებს გაუმკლავდეს. და თუ ქალი ამ ყველაფერზე პასუხისგებლობას აიღებს, მე გარანტიას ვიძლევი. მე ჯანსაღი ფსიქიკის მქონე მამაკაცი არასოდეს არ შევხედავ გამასკულინირებულ ქალს, რომელიც ტრამვირებული არის უკვე ურთიერთობაში. იმიტომ რომ მე ურთიერთობაში არ მჭირდება რაღაცა პრობლემები, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ეს არის რისკი, ეს არის უბედურება, დილას რო ვიღვიძებ 30-40 პრობლემა ყოველდღიურად მხვდება. დავიწყეთ ერთი პრობლემის მოგვარება, მეორე, მესამე. თუ ქალი არის ტრამვირებული და მე ურთიერთობაში შევეცადე იმას, რომ მისი ცხოვრება მოვაწესრიგო, ასე შემდეგ და ჩემი თავი მიუძღვნა, ბოდიში, მაგრამ საკუთარი თავის მიძღვნას არავიზე არ ვაპირებ. ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, მე რაღაცა მე ხო ცნობილი ფემინისტი ვარ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე სექსისტი საერთოდ არა ვარ. ხო, ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. არა, უბრალოდ მე იმ როლებს, რომელიც ღმერთმა საზოგადოებაში ქალსა და მამაკაცს მიანიჭა, ამ ყველაფერს არ უარყოფ. მე სისტემას არ უსმენ, რომელიც მეუბნება, რომ ქალი უნდა იყოს რაღაცა უფრო ძლიერი, ვიდრე რაღაცა მამაკაცი და მამაკაცებმა უნდა თქვან ესეთი რაღაცა, რომ ტირილი დაიწყონ და საქართველოში ჩაატარეს რაღაცა, რაღაც არ ვიცი, ვიდეოები დაიდო სოციალურ ქსელებში, რომ აი Fight Club ხო ნანახი გაქვთ ყველას. დედას გეფიცები სოციალურ ქსელებში იდება ვიდეო, რომ არ ვიცი, მამაკაცები ერთ ოთახში ღრიალებენ და ყვირიან და ტირიან. ხო მე არ მინახავს. What the fuck? რა ხდება? ანუ დედას გეფიცები სერიოზულად ვიზახი, რა ხდება?
იმის მაგივრად რომ იბრძო და იმის მაგივრად რომ დაკავებული იყო რომ რაღაცა საუკეთესო იყო შენ საქმეში. შენ საქმეში არ ვიცი, მე მქალსაც დაინტერესდები ასე შემდეგ. ანუ დღეს ეს მამაკაცების უმეტესობამ არ იცის. მამაკაცების უმეტესობას ურჩევნია OnlyFans-ზე ვიღაცას გადაუხადოს $13, $14 საკუთარი თავი დაიკმაყოფილოს სახში, იმიტომ რომ გარეთ გასვლას და ქალის მოხიბლას ამას პასუხისმგებლობა და ერთი ადგილი ჭირდება. ტრაკი, რომელიც დღეს უმეტესობას არ აქვს. მე ადამიანი, რომელიც აი ესე გამოვდივარ და ვლაპარაკობ ამ ყველაფერს არ ვიცი სიმართლეს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც NPC-ები არიან, რომელიც თავში ვახსენე, რომელსაც ინტელექტუალური შესაძლებლობები არ გააჩნიათ და ერთადერთი რაც შეუძლია თქვა, ესა, ой, ცოტა თუნდუნია. დებილები. ანუ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რაც არ უნდა კი ბატონო, იუმორი ასე შემდეგ გასაგები არის, მაგრამ მე პატივსემ იმ როლებს, რომელიც საზოგადოებაში ღმერთმა მოგანიჭა. მე პატივსემ იმ ყველაფერს, იმიტომ რომ 60-იან წლებში რომ ვიღაც ასე თქვა, რომ ურთიერთობაში 50-50 არსებობს, იმას არ ვიცი, ცოტა ისე სტრანად შეხედავდნენ უკასრავად სლენგისთვის. ძალიან ანუ ეს ყველაფერი გამოიწვევდა რაღაც დოზით ნეგატიურ შეფასებას. ურთიერთობაში მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი, მამაკაცი უნდა იყოს ლიდერი, უნდა უყვარდეს ქალი, უნდა იყოს პასუხისმგებლობა ამ ქალზე, ფინანსურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად გასლებით მასზე ძლიერი უნდა იყოს, რომ საკუთარი შვილებისთვის მაგალითი იყოს. და ეხა ფსიქოლოგიურ ცდომილებასაც დაუკვირდეთ აქვე. თუ მამაკაცი ესეთი არ იქნება, ურთიერთობაში ქალი ან მაღლა იყურება, ან დღევანდელი ქალები ძალიან იშვიათად რომ 50-50-ზე, ანუ ემოციურად იმ დონის მამაკაცთან დაიჭერონ ურთიერთობა, როგორების თვითონ არიან. არც ერთი ნორმალური ქალი არ დაიჭერს, იმიტომ რომ ემოციურად მას ჭირდება მასზე გაცილებით უფრო ძლიერი მენტალურად და ფსიქოლოგიურად. ასე რომ ესეც ფსიქოლოგიურ ცდომილებას ეყრდნობა. და ბოლოს ბატონო ლორენცო, რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს? მაყურებელს ვეტყოდი ესეთ რაღაცას, რომ არასოდეს არ მოусმინოთ სისტემას, რომელიც მოწოდებული არის იმისთვის, რომ თქვენ დამარცხდეთ და მენტალური ფსიქოლოგიური პრობლემები გქონდეთ. ყოველთვის ეცადეთ ყველაზე მთავარი რაც ადამიანისთვის დღეს არის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადამიანმა დიდი ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი დაკარგა. ესაა პირველ რიგში ღმერთის რწმენა, შემდეგ საკუთარი თავის რწმენა. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარი თავის რწმენა, რასაც არ უნდა აკეთებდე. ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება ურთიერთობები ასე შემდეგ. თუ შენ საკუთარი თავის რწმენა არ გაგაჩნია, ხშირად მეუბნებიან ეს რაღაცას, რომ ლორენცო ისე დემონსტრაციულად ლაპარაკობ, რომ სულ რო ისეთი რაღაცები ილაპარაკო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ანუ მჯერაო რა. იმიტომ რომ ყოველთვის თავდაჯერებული ვარ რასაც ლაპარაკობ. საკუთარი თავის რწმენა მაქვს. და ეს ყველაფერი მოდის იმ პასუხისმგებლობებისგან, თუნდაც დილის რუტინისგან, რომელიც ვახსენე და რასაც ყოველდღურად ვაკეთებ საკუთარი თავისთვის, ხო? რწმენა ეს არის ყველაზე დიდი რაღაც. ბიბლიიდან შემიძლია პატარა მაგალითი მოვიყვანო, როდესაც ქრისტე ეუბნება ადამიანებს დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რო ქონდეთ, ამთას ეტყოდით რომ გვერდზე გადასულიყო და თავისლებად გადავიდოდა. რწმენას უდიდესი ძალა გააჩნია. დღეს ადამიანები ურწმუნოები გავხდით. არც ღმერთის აღარ გვწამს, არც საკუთარი თავის აღარ გვწამს და ყოველთვის როდესაც რაიმე ტიპის პრობლემები გაგუჩნდება ხოლმე, მაშინ გვახსენდება სამწუხაროდ ღმერთი, მაშინ გავარბივართ რაღაცა ეკლესიაში და მაშინ ვთხოვთ ღმერთს დახმარებას, როდესაც შეგვიძლია ღმერთის მადლიერები ვიყოთ, მაშინაც როდესაც ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. მოკლედ, რაც შემიძლია შენ მაყურებელს პირველ რიგში წარმატებებს გისურვებ, გრძელვადიან შენ საქმიანობაში, ბევრი საინტერესო სტუმარი. მე მეპარება რომ ჩემთან საინტერესო სტუმარს რაც მე იპოვი, მაგრამ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, stay cold. ბევრი საინტერესო სტუმრები, წარმატება, შენს მაყურებელს კიდე მინდა მოკლედ უთხრა ესეთი რაღაც. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლე არის შემოძვირფასო მეგობრებო იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებით იცხოვროთ. ასე რომ საკუთარ თავს მეტი დრო ის ადამიანები, რომლებიც ეხლა შენ სოციალურ ქსელებში ათვალიერებ, ეს შენთვის მნიშვნელოვანი არ არის. შენთვის მნიშვნელოვანი იყოს პირველ რიგში საკუთარი თავი და მოусმინე იმ ადამიანებს, რომლებიც საინტერესო რაღაცებს გეუნებიან და იყავი კონსუმერი, მომხმარებელი, კარგი კონტენტის და არა ნაგვის, იმიტომ რომ ტვინი არ დაიბინძურო სისულელეებით. წარმატებები და stay cold. დიდი მადლობა ბატონო ლორენცო. ბატონობის გარშე დღევანდელი პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ანტრეპრენერი ბატონი ლორენცო ლორია. კი ბატონო.